წარმოიდგინეთ, რომ სამყაროს მთელი ისტორია 10-14 მილიარდი წლიდან დღემდე შეკუმშულია 1 წელიწადში. დიდი აფეთქება ხდება 1 იანვრის შუაღამეს. პირველი ვარსკვლავები ანთდებიან იანვარში. უკვე თებერვალში თანავარსკვლავედები იწყებენ სიკვდილს და ახალ ელემენტებს ქმნიან. მაგრამ გაიცანით ამ მასშტაბით რა ხდება მანქანაში. დედამიწა წარმოიქმნება მხოლოდ 1 სექტემბერს. სიცოცხლე ჩნდება სექტემბრის ბოლოს. დინოზავრები მოდიან და ქრებიან დეკემბრის შუა რიცხვებში. ადამიანის მთელი ცივილიზაცია პირამიდებიდან კოსმოსურ ხომალდებამდე ხდება ბოლო წუთში, 31 დეკემბრის ღამის 11 საათსა და 55 წუთზე. თქვენი მთელი ცხოვრება არის ბოლო წამის ერთი მოკლე ციმციმი. ამ უზარმაზარ კოსმოსურ დროში, სადაც მილიარდი წლები მხოლოდ თვეებია, არსები მხოლოდ თვეებია, არსებობს მხოლოდ თვეებია, არასოდობს რაღაც რასოდეს იცვლება. არაფერს არ აქვს უფლება იმოძრაოს ამ საზღვარზე უფრო სწრაფად. ეს საზღვარია 299,792,458 მეწამში. 18 მეტრი წამში. ყველა ფოტონი, რომელიც ოდესმე გაფრინდა პირველი ვარსკვლავიდან, მოძრაობდა ზუსტად ამ სიჩქარით. ყველა ფოტონი, რომელიც ახლა გადის თქვენს თვალში და საშუალებას გაძლევთ წაიკითხოთ ეს სიტყვები, მოძრაობს ზუსტად ამ სიჩქარით. ეს რიცხვი არ არის შემთხვევითი. ეს არის სამყაროს არქიტექტურის ძირითადი კანონი. მაგრამ როდესაც ალბერტ აინშტაინმა 1905 წელს მისი სპეციალური ფარდობითობის თეორია გამოაქვეყნა, მან თქვა რაღაც შოკის მომგვრელი. სინათლის სიჩქარე არა მხოლოდ საზღვარია, არამედ აბსოლუტი. თქვენ იმოძრაობთ თუ უძრავად დგახართ, სინათლე ყოველთვის გაივლის თქვენს გვერდით იმავე სიჩქარით. ეს არ ჟღერს როგორც პრობლემა, მან სანამ არ დაიწყებთ ფიქრს, რას ნიშნავს ეს დროსთვის. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მატარებლის პერონზე. მატარებელი ცივად მიცემს თქვენს გვერდით 20 მეტრი წამში. ვიღაცა მგზავრი ამ მატარებლიდან ისვრის რის ბურთს წინ 10 მეტრი წამში მატარებლის მიმართ. რა სიჩქარით მოძრაობს ბურთი თქვენთვის, რომ დგახართ პერონზე? 60 მეტრი წამში. ეს არის ჩვეულებრივი ლოგიკა. ეს არის ისე, როგორც სამყარო მუშაობს ჩვენს ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამავე მატარებელზე ვიღაც ანთებს ფარას. სინათლე მოძრაობს წინ 299,792,458 მეტრი წამში მატარებლის შიგნით. რა სიჩქარით უნდა მოძრაობდეს ეს სინათლე თქვენთვის, რომ დგახართ გარეთ პერონზე? ლოგიკა გეუბნებათ, რომ სინათლის სიჩქარე დამატებული მატარებლის სიჩქარეზე, მაგრამ აინშტაინი ამბობს, არა, სინათლე მაინც მოძრაობს 299,792,458 მეტრი წამში. არანაირი დამატება, არანაირი განსხვავება. როგორ შეიძლება ეს? როგორ შეიძლება იგივე სინათლე იყოს იგივე სიჩქარით ორი განსხვავებული დამკვირვებლისთვის, რომლებიც თავად მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ? პასუხი არ არის ის, რომ სინათლე იცვლება. პასუხია, რომ იცვლება დრო. 1972 წელს ორმა ამერიკელმა ფიზიკოსმა, ჯოზეფ ჰაფელმა და რიჩარდ კიტინგმა, ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ დადასტურებად აინშტაინის იდეებისა. მათ აიღეს 4 ატომური საათი, ზუსტი იმდენად, რომ შეეძლოთ დრის გაზომვა მილიარდი წამის მე-20 მიკრომე-20 წამის სიზუსტით. 2 საათი დატოვეს ვაშინგტონის საზღვაო ობსერვატორიაში. დანარჩენი 2 საათი კი ჩასვეს კომერციულ თვითმფრინავებში და გააგზავნეს მსოფლიოს გარშემო ორჯერ. ერთხელ აღმოსავლეთით, ერთხელ დასავლეთით. როდესაც საათები დაბრუნდნენ, მეცნიერებმა შეადარეს მათი ჩვენებები იმ საათებს, რომლებიც დედამიწაზე იყვნენ. საათებმა, რომლებიც იფრინეს, აჩვენეს განსხვავებული დრო. სხვაობა იყო დაახლოებით 200 მილიარდი წამის მე-20. ზუსტად იმდენი, რამდენსაც აინშტაინის ფორმულები გთხოვდნენ. დრო რეალურად ნელდება, როდესაც იმოძრავებით. ეს არ არის ილუზია, ეს არ არის საზომი ხელსაწყოს შეცდომა. დრო ნამდვილად მიედინება განსხვავებული სიჩქარით, განსხვავებული დამკვირვებლებისთვის. თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი პერსონალური დროის ნაკადი. ორი ადამიანი, რომელიც მოძრაობს ერთმანეთის მიმართ, ცხოვრობს სხვადასხვა დროის ტემპში. ფიზიკოსები ამას ეძახიან დროის დილატაციას. დედამიწაზე ეფექტი უხილავია, რადგან ჩვენი სიჩქარეები საკმაოდ ნელია, მაგრამ რაც უფრო ახლოს მიდიხართ სინათლის სიჩქარესთან, მით უფრო ექსტრემალური ხდება ეფექტი. წარმოიდგინეთ კოსმოსური ხომალდი, რომელიც მოძრაობს 95% სინათლის სიჩქარისა. 1 წელი ამ ხომალდზე იქნება 3 წელი დედამიწაზე. 99%-ზე 1 წელი ხდება 7 წელი. 99,5%-ზე 1 წელი ხდება 10 წელი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მიაღწიეთ სინათლის სიჩქარეს. არა დაახლოებით, არამედ ზუსტად. თქვენთვის დრო გაჩერდება სრულად, არა რომ ნელდება, გაჩერდება. თქვენ ნახავდით მთელს სამყაროს შეკუმშულ 1 წუთში. მილიარდობით წელი გაივლიდა გარეთ,
ხოლო თქვენთვის არც ერთი წამი არ გაივლიდა. ეს არ არის მიზეზი, რის გამოც არაფერს არ შეუძლია იმოძრაოს სინათლეზე სწრაფად. საქმე არ არის იმაში, რომ არ გაქვთ საკმარისი ენერგია. საქმე არის იმაში, რომ თავად დრო გამოთიშება ამ საზღვარზე. სინათლის სიჩქარე არის არა მხოლოდ სიჩქარის ლიმიტი, ეს არის დროის არსებობის ლიმიტი. ფოტონი, რომელიც ახლა გადადის თქვენს თვალში, არ აქვს დროის გამოცდილება. მის თვალსაზრისით მთელი სამყაროს ისტორია, დიდი აფეთქებიდან ამ წამამდე, არის ერთი მქრისიერი წუთი. ფოტონისთვის არ არსებობს მოგზაურობა. ის იბადება ვარსკვლავზე და მაშინვე, იმავე მომენტში, მისი გამოცდილებით ეხება თქვენს თვალს, მიუხედავად იმისა, რომ სხვებისთვის გავიდა მილიონობით წელი. ეს ნიშნავს რაღაც ფილოსოფიურად შეემაძრწუნებელს. სინათლის სიჩქარე არის სიჩქარე, რომლითაც თავად ქარე, რომლითაც თავად მოძრაობს მყისიერება. ეს არის სიჩქარე, რომლითაც მიზეზი აღწევს შედეგამდე. ეს არის სიჩქარე, რომლითაც ინფორმაცია შეიძლება გადავიდეს სამყაროს ერთი წერტილიდან მეორეში. და ამ ლიმიტზე ყველაფერი, რასაც ჩვენ ვეძახით დრო, წყვეტს არსებობას. მაგრამ საიდან მოდის ეს რიცხვი? რატომ არის სინათლის სიჩქარე ზუსტად 299,792,458 მეტრი წამში? და არა, მაგალითად, ნახევარი ეს რიცხვი ან ორმაგი. რატომ აირჩია სამყარომ ეს კონკრეტული ლიმიტი და არა რამე სხვა? პასუხი ამ კითხვაზე მიდის ფიზიკის ყველაზე ფუნდამენტურ ფენებში. სინათლის სიჩქარე არ არის შემთხვევითი რიცხვი. ეს არ არის უბრალოდ თვისება, რომელიც ფოტონებს აქვთ. ეს არის თვისება, რომელიც აქვს თავად სივრცე დროს. წარმოიდგინეთ სამყარო როგორც ქსოვილი. ეს ქსოვილი არ არის უბრალოდ ცარიელი კონტეინერი, სადაც ობიექტები მოძრაობენ. ეს არის დინამიური სტრუქტურა, რომელსაც აქვს საკუთარი თვისებები. ერთ-ერთი ამ თვისებებია, თუ როგორ დაკავშირებულია სივრცე და დრო ერთმანეთთან. და ეს კავშირი განისაზღვრება ზუსტად სინათლის სიჩქარით. მე-19 საუკუნის შუახანებში ჯეიმს კლარკ მაქსველმა, შოტლანდიელმა მათემატიკოსმა, ჩამოაყალიბა 4 განტოლება, რომლებიც აღწერდნენ ელექტრობას და მაგნიტიზმს. ეს განტოლებები იყო იმდენად ელეგანტური, რომ მათ ერთმანეთთან დაუკავშირეს ყველა ექსპერიმენტული დაკვირვება, რაც კი იყო გაკეთებული ამ ძალებზე. მაგრამ როდესაც მაქსველმა გადაწყვიტა ამ განტოლებების მათემატიკური შედეგების გამოკვლევა, აღმოაჩინა რაღაც გაოცებული. განტოლებებმა თქვეს, რომ ელექტრული და მაგნიტური ველები შეიძლება გავრცელდნენ სივრცეში ტალღების სახით. და ამ ტალღების სიჩქარე, რომელიც გამოდიოდა მხოლოდ განტოლებებიდან, ელექტრული და მაგნიტური კონსტანტებიდან, იყო ზუსტად 299,792,458 მეტრი წამში. იწამში. მაქსველმა დაადგინა, რომ სინათლე თავად არის ელექტრომაგნიტური ტალღა, მაგრამ უფრო ღრმა აღმოჩენა იყო ის, რომ ეს რიცხვი გამოდის ბუნების ძირითადი კონსტანტებიდან, რომლებიც აღწერენ თუ როგორ ურთიერთქმედებენ ელექტრული მუხტები და მაგნიტური ველები. სინათლის სიჩქარე არ არის თვისება, რომელიც ზედმიწევნითად უნდა გაზომოთ. ეს არის რიცხვი, რომელსაც შეგიძლიათ გამოთვალოთ, ივალოთ, იცოდეთ თუ ცარიელი სივრცე როგორ რეაგირებს ელექტრულ და მაგნიტურ ძალებზე. ეს გვეუბნება, რომ სინათლის სიჩქარე არის არა ფოტონის მახასიათებელი, არამედ სივრცის თვისება. ეს არის ის სიჩქარე, რომლითაც სივრცე თავად უშვებს ინფორმაციის გადაცემას ერთი წერტილიდან მეორეში. და ეს თვისება ღრმად დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ არის აგებული თავად სივრცე-დროის გეომეტრია. როდესაც აინშტაინმა შექმნა ზოგადი ფარდობითობის თეორია 1915 წელს, მან აჩვენა, რომ გრავიტაციაც კი, რომელსაც ნიუტონი თვლიდა ძალად, რომელიც მყისიერად მოქმედებს მთელ სივრცეზე, რეალურად მოძრაობს სინათლის სიჩქარით. როდესაც მზე უეცრად გაქრებოდა, დედამიწა გააგრძელებდა მოძრაობას თავის ორბიტაზე კიდევ 8 წუთს და 20 წამს, მანამ სანამ გრავიტაციული ცვლილების ინფორმაცია მიაღწევდა აქ. ეს ნიშნავს, რომ სინათლის სიჩქარე არის არა მხოლოდ სინათლის სიჩქარე, ეს არის გრავიტაციის სიჩქარე. ეს არის მიზეზობრიობის სიჩქარე. ეს არის ფუნდამენტური საზღვარი, რომელიც აყოფს სამყაროს იმ რეგიონებად, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთზე მოქმედება და იმ რეგიონებად, რომლებიც ჯერ კიდევ არ იციან ერთმანეთის შესახებ. მაგრამ აქ იწყება რაღაც კიდევ უფრო უცნაური. სინათლის სიჩქარე, ეს აბსოლუტური კონსტანტა, გვკარნახობს, რომ არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა აბსოლუტური ერთდროულობა. ორი მოვლენა, რომლებიც თქვენთვის ხდება ერთდროულად, შეიძლება მოხდეს განსხვავებულ დროში სხვა დამკვირვებლისთვის, რომელიც მოძრაობს თქვენს მიმართ. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ პერონზე და ხედავთ ორ ელვას, რომლებიც ერთდროულად თავსდებიან მატარებლის ორ ბოლოში. თქვენთვის ეს მოვლენები სრულიად სინქრონულია, მაგრამ ადამიანისთვის, რომელიც იჯდა მატარებლის შუაში და მოძრაობს, ერთი ელვა მოხდება პირველ, მეორე მოგვიანებით. ორივე დამკვირვებელი მართალია. არ არსებობს ობიექტური პასუხი თუ რომელი მოვლენა მოხდა პირველად. ეს არ არის ილუზია, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ სინათლე სჭირდება დრო მოგზაურობისთვის.
ეს არის ფუნდამენტური თვისება სამყაროს სტრუქტურისა. მოვლენები, რომლებიც განშორებულია სივრცეში, არ აქვთ ზუსტი ობიექტური თანამიმდევრობა დროში, მანამ სანამ არიან გარეთ ერთმანეთის სინათლის კონუსების. მიზეზობრიობა კი ინარჩუნებს. თუ ერთი მოვლენა იწვევს მეორეს, ყველა დამკვირვებელი შეთანხმდება მიზეზობრიუ თანამიმდევრობაზე. მაგრამ მოვლენები, რომლებიც არ არიან მიზეზობრიულად დაკავშირებული, არ აქვთ აბსოლუტური ერთდროულობა. წარმოიდგინეთ გალაქტიკა, რომელიც არის მილიარდი სინათლის წელი ჩვენგან. რაც თქვენთვის ხდება ახლა იქ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოძრაობთ. თუ მიდიხართ იმ გალაქტიკისკენ 10 კმ/სთ-ში, თქვენი ახლა იქ იქნება 100 წლით წინ თქვენს ახლაზე, თუ ჩერით. თუ მოძრაობთ საპირისპიროდ, თქვენი ახლა იქნება 100 წლით შემდგით შემდეგ. ამბობის თუ უბრალოდ გადადიხართ ოთახში, შეცვალეთ თუ რომელი დრო ითვლება ახლად მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. ეს ნიშნავს, რომ სამყარო არ არის კოლექცია მოვლენებისა, რომლებიც ხდება ერთობლივ გლობალურ ახლაში. სამყარო არის 4-განზომილებიანი სივრცე-დრო, სადაც თითოეულ დამკვირვებელს აქვს საკუთარი ნაყოფი იმის მიხედვით, თუ რა ითვლება ახლად. და ამ ნაყოფების ორიენტაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოძრავებთ სივრცე-დროს გავლით. სინათლის სიჩქარე არის იმ კუთხის ლიმიტი, რამდენადაც შეიძლება დახაროთ ეს ნაყოფები. და ამ ლიმიტზე რაღაც საოცარი ხდება დროისთვის. 1973 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს ობიექტები, რომლებსაც ეძახიან კვაზარები. ეს არის სუპერმასიური შავი ხვრელები გალაქტიკების ცენტრებში, რომლებიც ჭამენ უზარმაზარ რაოდენობით მასას და ასხივებენ ენერგიას, რომელიც აღემატება მთელი გალაქტიკის გამოსხივებას. ზოგიერთი კვაზარი არის იმდენად მოშორებული, რომ სინათლე, რომელსაც ვხედავთ დღეს, დაიწყო თავისი მოგზაურობა მილიარდობით წლის წინ, როდესაც სამყარო რამდენჯერმე ახალგაზრდა იყო. მაგრამ თავად კვაზარისთვის, ფოტონისთვის, რომელიც იშვა იქ და ახლა აღწევს ჩვენს ტელესკოპს, არ გავიდა დრო. ფოტონის პერსპექტივით, გამოშვება და ჩამოსვლა არის იგივე მომენტი. კვაზარი, რომელიც ცხოვრობდა და კვდებოდა მილიარდობით წლის წინ ჩვენი დროით, ჯერ კიდევ ცოცხალია და ანათებს ფოტონის დროით. ეს გვკარნახობს უცნაურ იდეას. შესაძლოა მთელი სამყაროს ისტორია, დიდი აფეთქებიდან სამყაროს სიკვდილამდე, არის ერთდროული სტრუქტურა, სივრცე-დროში. და ის, რასაც ჩვენ ვეძახით დროს, არის უბრალოდ გზა, თუ როგორ ჭრით ამ სტრუქტურას ნაჭრებად, რომლებსაც ეძახით წარეძახით, წარსული, აწმყო და მომავალი. მაგრამ ეს რომ მართლა მუშაობდეს, სამყარომ უნდა იცოდეს სინათლის სიჩქარე ყველგან ერთნაირად და უცნაურია რომ მართლაც იცის. ყველა ექსპერიმენტმა, ყველა დაკვირვებამ, ყველა გალაქტიკასა და ყველა ეპოქაში აჩვენა რომ სინათლის სიჩქარე იგივეა. 299,792,458 მეტრი წამში. სამყაროს ხაროს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ დროს. როგორ შეიძლება ეს? რატომ ცნობს სამყარო ამ კონკრეტულ რიცხვს როგორც საზღვარს? რა განასხვავებს ამ სიჩქარეს ნებისმიერი სხვა სიჩქარისგან? პასუხი არის, რომ სინათლის სიჩქარე არ არის სიჩქარე მოძრაობისა სივრცეში. ეს არის სიჩქარე მოძრაობისა სივრცე-დროში. ყველა ობიექტი ყოველთვის მოძრაობს ზუსტად სინათლის სიჩქარით სივრცე-დროს გავლით. განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ ამ მოძრაობის რამდენი მიემართება სივრცეს და რამდენი დროს. როდესაც დგახართ უძრავად, არ იმოძრავებთ სივრცეში, მაგრამ მაინც მოძრაობთ სივრცე-დროში. სივრცე-დროში. მთელი თქვენი სიჩქარე მიემართება დროის მიმართულებით. მოძრაობთ მომავლისკენ, ერთ წამში. მაგრამ როდესაც იწყებთ მოძრაობას სივრცეში, ნაწილი თქვენი სივრცე-დროს სიჩქარისა გადანაწილდება სივრცის მიმართულებით. შედეგად დროის მიმართულებით დართულებით დარჩენილი სიჩქარე მცირდება, თქვენი საათები ნელდება. სინათლის სიჩქარე არის ის ლიმიტი, სადაც ყველა თქვენი სივრცე-დროს სიჩქარე მიემართება სივრცეს და არაფერი არ რჩება დროისთვის. ამიტომ ფოტონები არ ბერდებიან, ამიტომ ფოტონისთვის არ არსებობს დრო. და ეს ნიშნავს, რომ სინათლის სიჩქარე არის არა ერთ-ერთი კონსტანტა ბევრთაგან. ეს არის ის კონსტანტა, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ არის აგებული სივრცე და დრო ერთმანეთის მიმართ. მაგრამ აქ იწყება რაღაც, რაც ფიზიკოსებს 70 წლის განმავლობაში აღელვებდა და კითხვებს აბადებდა. თუ სინათლის სიჩქარე არის აბსოლუტური საზღვარი ინფორმაციის გადაცემისთვის, მაშინ როგორ აგეხსნით ფენომენს, რომელსაც თავად აინშტაინი უწოდებდა საშინელ მოქმედებას მანძილზე? წარმოიდგინეთ ორი ელექტრონი, რომლებიც დაიბადნენ ერთდროულად ერთ კვანტურ პროცესში. ფიზიკა ამბობს, რომ ეს ნაწილაკები ხდებიან აბსოლუტურად დაკავშირებულები ერთმანეთთან. თუ ზომავთ ერთი ელექტრონის სპინს და აღმოაჩენთ, რომ ის ტრიალებს ზევით, მეით მეორე ელექტრონი არ აქვს მნიშვნელობა სად არის, აუცილებლად დატრიალდება ქვევით. არა იმიტომ, რომ ერთმა მეორეს გაუგზავნა სიგნალი, არა იმიტომ, რომ ინფორმაცია გავიდა სინათლის სიჩქარით ერთიდან მეორემდე, არამედ იმიტომ, რომ ორი ნაწილაკი, მიუხედავად მანძილისა, რჩება ერთ კვანტურ სისტემად.
1932 წელს ალბერტ აინშტაინმა, ბორის პოდოლსკიმ და ნათან როზენმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელსაც დღემდე ეძახიან მათი გვარების პირველი ასოებით. ეს სტატია აჩვენებდა პარადოქსს. თუ კვანტური მექანიკა სწორია, მაშინ ორ შორს განცალებულ ნაწილაკს შეუძლია მკისიერად იცოდეს ერთმანეთის მდგომარეობა. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება სპეციალურ ფარდობითობას, რომელიც კრძალავს ინფორმაციის გადაცემას სინათლეზე სწრაფად. აინშტაინი თვლიდა, რომ ეს პარადოქსი მტკიცებულებაა იმისა, რომ კვანტური მექანიკა არასრულია. მაგრამ შემდეგ მოვიდა 30-იანი წლები და ექსპერიმენტები, რომლებმაც აჩვენეს, რომ ბუნება აირჩია კვანტური უცნაურობა და არა კლასიკური ლოგიკა. 1932 წელს ჯონ ბელმა, ჩრდილოეთ ირლანდიელმა ფიზიკოსმა, რომელიც მუშაობდა ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციაში, გამოიტანა მათემატიკური თეორემა. ბელის თეორემა ამბობდა, თუ კვანტური აბრეკა რეალურია, მაშინ ექსპერიმენტების შედეგები უნდა დარღვეული იყოს გარკვეული მათემატიკური ზღვარი. თუ კი არსებობს ზოგიერთი ფარული ცვლადი, რომელიც ადრე განსაზღვრავს ნაწილაკების მდგომარეობას, მაშინ ექსპერიმენტის შედეგები უნდა მიჰყოლოდა ამ ზღვარს. თუ კი კვანტური აბრეკა რეალურია და ნაწილაკები მართლაც რჩებიან დაკავშირებულები მკისიერად, მაშინ შედეგები დაარღვევდა ამ ზღვარს. ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ზღვარი რეალურად ირღვევა. 1952 წელს ალან ასპემ, ფრანგმა ფიზიკოსმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი გაგება რეალობის ბუნებისა. ასპემ და მისმა გუნდმა წარმოქმნეს აბრეული ფოტონების წყვილები. გაანცალეს ისინი 12 მეტრის მანძილზე და გაზომეს მათი პოლარიზაცია. თითოეული გაზომა იყო შემთხვევითი. თითოეული გაზომა ხდებოდა იმდენად სწრაფად, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ სიგნალი მოძრავი სინათლის სიჩქარით მიეღწია ერთი ფოტონიდან მეორემდე გაზომვის მომენტამდე. შედეგი იყო ნათელი. ფოტონები აჩვენებდნენ კორელაციას, რომელიც აღემატებოდა ბელის ზღვარს. ისინი რეალურად იცოდნენ ერთმანეთის მდგომარეობა მკისიერად, მიუხედავად მანძილისა. ეს არ იყო ფარული ცვლადები, რომლებიც ადრე განზრაო შედეგს. ეს იყო ნამდვილი კვანტური აბრეკა. რაღაც, რაც ნამდვილად აპრეკა, რაც ნამდვილად აკავშირებდა ნაწილაკებს ისე, როგორც კლასიკურმა ფიზიკამ ვერასოდეს წარმოიდგინა. ასპე მიიღო ნობელის პრემია 2022 წელს ამ ექსპერიმენტისთვის. მაგრამ შოკი იმაში არ იყო, რომ აბრეკა რეალურია. შოკი იმაში იყო, რომ სამყარო აძლევს უფლებას ამ კავშირს არსებობდეს, არ დარღვევია სინათლის სიჩქარის შეზღუდვა. როგორ? პასუხი დამალულია ერთ გულისხმიერ დეტალში. კვანტური აბრეკა არ გადასცემს ინფორმაციას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ და თქვენი მეგობარი იზიარებთ ორ აბრეულ მონეტას. თითოეული მონეტა აჩვენებს შემთხვევით თავს ან კენჭს, მაგრამ ყოველთვის საპირისპიროს ერთმანეთისა. თქვენ ეხრით თქვენს მონეტას და ხედავთ თავს. მაშინვე იცით, რომ თქვენი მეგობრის მონეტა აჩვენებს კენჭს. ეს ცოდნა მკისიერია, მაგრამ შეგიძლიათ თუ არა გამოიყენოთ ეს კავშირი მესიჯის გასაგზავნად? არა. რადგან თქვენი მეგობარი ხედავს მხოლოდ შემთხვევით შედეგს თავის მხარეს, მას არ შეუძლია იცოდეს თქვენ გაზომეთ თუ არა თქვენი მონეტა, მანამ სანამ არ მიიღებს ჩვეულებრივ სიგნალს, რომელიც მოძრაობს სინათლის სიჩქარით ან უფრო ნელა. ასე რომ კვანტური აბრეკა ქმნის კორელაციას ისეთ სწრაფად, რომ აინშტაინი შეშფოთებული იყო, მაგრამ ეს კორელაცია არ არის გამოყენებადი ინფორმაციის გადასაცემად, რომელიც დაარღვევდა კაუზალობას. ეს არის როგორც სამყაროს მარაგი. აბრეკა არსებობს, მაგრამ პარადოქსი თავიდან იცილება. მაგრამ რატომ არსებობს ასეთი მარაგი? რატომ შეუძლია სამყაროს შექმნას კვანტური აბრეკა, რომელიც ჩანს ისე თითქოს არღვევს სინათლის სიჩქარის ლიმიტს, მაგრამ მაინც არ არღვევს მას? პასუხი კვლავ უკავშირდება სივრცე-დროის სტრუქტურას. აბრეული ნაწილაკები არ აგზავნიან სიგნალს ერთმანეთისთვის. ისინი არ არიან ორი დამოუკიდებელი ობიექტი, რომლებიც კომუნიკაციაში არიან. ისინი არიან ერთი კვანტური სისტემის ორი ნაწილი, რომელიც გადაჭიმულია სივრცეში. კვანტური მდგომარეობა არ არსებობს ორ ცალკე წერტილში სივრცეში. ის არსებობს მთელ კონფიგურაციის სივრცეში, რომელშიც ორივე ნაწილაკი არის ერთდროულად. და ამ სივრცეში არ არსებობს მანძილი ორ ნაწილაკს შორის, რადგან ისინი აღწერილნი არიან ერთი ტალღური ფუნქციით. ეს იდეა ჟღერს აბსტრაქტულად, მაგრამ ის ხდება კონკრეტული, როდესაც იწყებთ ფიქრს, რა ხდება სინათლის სიჩქარესთან ახლოს. 1951 წელს პოლ დირაკმა, ბრიტანელმა თეორიულმა ფიზიკოსმა, გამოიტანა განტოლება, რომელიც აერთიანებდა კვანტურ მექანიკას და სპეციალურ ფარდობითობას. დირაკის განტოლება აღწერდა ელექტრონს ისე, რომ ის იყო თავსებადი სინათლის სიჩქარის აბსოლუტურობასთან. მაგრამ ეს განტოლება მოუტანა უცნაურ პროგნოზს. ელექტრონს უნდა ქონოდა ანტინაწილაკი, იდენტური მასით, მაგრამ საპირისპირო მუხტით. ამ ანტინაწილაკს ეძახიან პოზიტრონი. იგი აღმოაჩინეს 1932 წელს კოსმოსურ სხივებში. პოზიტრონი არის ელექტრონის სარკის ასახვა დროში.
როდესაც ელექტრონი და პოზიტრონი ხვდებიან ერთმანეთს, ისინი განადგურებიან და წარმოქმნიან ორ ფოტონს, რომლებიც გადაფრინავენ საპირისპირო მიმართულებებში სინათლის სიჩქარით. ეს პროცესი, რომელსაც ეძახიან ანიჰილაცია, არის უშუალო დემონსტრაცია, რომ მასა და ენერგია არის ურთიერთგარდაქმნადი, ზუსტად ისე, როგორც აინშტაინის ფორმულა მოითხოვდა. მაგრამ ის ასევე აჩვენებს რაღაც უფრო ვრმას. სინათლის სიჩქარესთან საზღვარზე, სადაც დრო წვეთს არსებობას, მასალური ნაწილაკები გარდაიქმნებიან სუფთა ენერგიად, რომელიც აღარ აქვს მასა და აღარ განიცდის დროს. ეს არის ის მომენტი, როდესაც მატერია ხდება სინათლე. ეს არის გარდაქმნის წერტილი, სადაც ნივთიერება, რომელიც ბერდება და იცვლება დროში, ხდება ფოტონები, რომლებსაც არ აქვთ დროის გამოცდილება. და ზუსტად ეს პროცესი ხდებოდა სამყაროს პირველ მომენტებში. წარმოიდგინეთ სამყარო 380,000 წლის შემდეგ დიდი აფეთქებიდან. ამ მომენტამდე სამყარო იყო იმდენად ცხელი და მკვრივი, რომ ფოტონებს არ შეეძლოთ თავისუფლად მოძრაობა. ისინი მუდმივად შეეჯახებოდნენ ელექტრონებს და პროტონებს. სამყარო იყო გაუმჭვირვალე ნისლი, უხილავი პლაზმისა. მაგრამ მაშინ სამყარო გაფართოვდა და გაცივდა საკმარისად, რომ ელექტრონებმა და პროტონებმა შეერთდნენ და შეექმნათ ნეიტრალური წყალბადის ატომები. უეცრად პირველად სამყაროს ისტორიაში ფოტონები შეძლეს თავისუფალი გადაადგილება. სინათლე გათავისუფლდა. ეს პირველი სინათლე, რომელიც ოდესმე გავიდა თავისუფლად სამყაროში, ჯერ კიდევ არსებობს დღეს. ის გაფართოვდა და გაგრილდა კოსმიური ექსპანსიასთან ერთად. იგი ახლა არის მიკროტალღური რადიაცია, რომელიც ავსებს მთელ სივრცეს. მას ეძახიან კოსმიურ მიკროტალღურ ფონს. და ეს რადიაცია შეიცავს ფოტონებს, რომლებიც გაფრინდა 380,000 წლის შემდეგ დიდი აფეთქებიდან და მოძრაობდნენ ზუსტად სინათლის სიჩქარით თამამად 114 მილიარდი წელი. ამ ფოტონებისთვის, რომლებიც გაფრინდნენ პირველი ატომებიდან, არ გავიდა დრო. მათ თვალსაზრისით მთელი ეს მოგზაურობა იყო მყისიერი. ისინი დაიბადნენ და მაშინვე მოხვდნენ თქვენს ტელესკოპში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გავიდა თამამად 114 მილიარდი წელი. და ეს გვკარნახობს უცნაურ იდეას. შესაძლოა დრო არის არა ის, რაც ჩვენ ვფიქრობთ. შესაძლოა ის არის არა ნაკადი, რომელშიც ყველაფერი მოძრაობს, არამედ პერსპექტივა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, იმის გამო, რომ ჩვენ მოძრაობთ ნელა სინათლის სიჩქარესთან შედარებით. თუ დროის საზომი დამოკიდებულია სიჩქარეზე, მაშინ რა ხდება ობიექტებთან, რომლებიც მოძრაობენ მაშინ, როდესაც სივრცე თავად იზრდება? 1932 წელს ედვინ ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ შორეული გალაქტიკები შორდებიან ჩვენგან. რაც უფრო მოშორებული გალაქტიკაა, მით უფრო სწრაფად მოძრაობს. ეს იყო პირველი მტკიცებულება, რომ სამყარო ფართოვდება, მაგრამ ეს აღმოჩენა გამოიწვევს უცნაურ პარადოქსს. გალაქტიკა, რომელიც არის საკმარისად შორს, შორდება ჩვენგან სიჩქარით, რომელიც აღემატება სინათლის სიჩქარეს. არა იმიტომ, რომ გალაქტიკა თავად მოძრაობს სინათლეზე სწრაფად სივრცეში, არამედ იმიტომ, რომ სივრცე თავად იზრდება გალაქტიკებს შორის. სივრცის ექსპანსია არ არის შეზღუდული სინათლის სიჩქარით. ეს ნიშნავს, რომ არსებობს რეგიონები სამყაროში, საიდანაც სინათლე ვერასოდეს მიაღწევს ჩვენამდე. არა იმიტომ, რომ სინათლე არ მოძრაობს, არამედ იმიტომ, რომ სივრცე იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე სინათლეს შეუძლია მის გავლა. ეს რეგიონები არიან მიღმა ჩვენი კოსმოლოგიური ჰორიზონტისა და ეს ჰორიზონტი მუდმივად იზრდება. დღეს ჩვენი კოსმოლოგიური ჰორიზონტი არის დაახლოებით 46 მილიარდი სინათლის წელი რადიუსით. ნებისმიერი ობიექტი, რომელიც არის უფრო მოშორებით, ვერასოდეს იქნება ხილული ჩვენთვის, იმიტომ რომ სივრცე მათ და ჩვენ შორის იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე სინათლეს შეუძლია ჩვენთან მისვლა. მაგრამ გაიცანით უფრო უცნაური რამ. სამყარო აგრძელებს ექსპანსიის აჩქარებას. ეს აჩქარება გამოწვეულია რაღაცით, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ მუქ ენერგიას. მუქი ენერგია არის ძალა, რომელიც ავსებს სივრცეს და ასხამს სამყაროს გარეთ. რაც უფრო ფართოვდება სამყარო, მით მეტი მუქი ენერგიაა, რადგან არის მეტი სივრცე. ეს ნიშნავს, რომ ექსპანსია აჩქარებს არა მხოლოდ, არამედ აჩქარება იზრდება დროთა განმავლობაში. შედეგია, რომ კოსმოლოგიური ჰორიზონტი არა მხოლოდ იზრდება, არამედ საბოლოოდ ყველა გალაქტიკა, რომელიც არ არის დაბმული ჩვენთან გრავიტაციით, გაქრება მიღმა ამ ჰორიზონტისა. ერთ დღეს, ტრილიონობით წლის შემდეგ, მოვლენების ჰორიზონტი შემცირდება იმდენად, რომ ჩვენი საკუთარი გალაქტიკის გარეთ სხვა არც ერთი გალაქტიკა იქნება ხილული. მომავალი ასტრონომები, თუ არსებობენ მაშინ, ვერ იხილავენ არანაირ მტკიცებულებას, რომ სამყარო ფართოვდება, რადგან ყველაფერი, რასაც ისინი დაინახავენ, იქნება მათი საკუთარი გალაქტიკა, უძრავი და იზოლირებული სივრცეში, რომელიც ჩანს სტატიკურად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პრივილეგირებულ ეპოქაში. ჩვენ ვხედავთ სამყაროს იმ მომენტში, როდესაც კოსმოლოგიური ჰორიზონტი მაინც საკმარისად დიდია, რომ ვიხილოთ გალაქტიკები და დაადასტუროთ, რომ სამყარო ფართოვდება. მაგრამ ეს ფანჯარა ნელ-ნელა იხურება. სინათლის სიჩქარე, რომელიც ჩანს როგორც აბსოლუტური კონსტანტა,
რეალურად ზღუდავს რეგიონს, რომელშიც შეგვიძლია ვიმოქმედოთ და ვაკვირდებოდეთ. ეს არის საზღვარი არა მხოლოდ მოძრაობისა, არამედ ცოდვისა. მაგრამ საიდან მოდის უსასრულო სივრცე დრო, თუ სინათლის სიჩქარე არის ფიქსირებული? რატომ არის სამყარო შექმნილი ისე, რომ ეს საზღვარი არსებობს? პასუხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ არის დაკავშირებული მასა სინათლის სიჩქარესთან. აინშტაინის ყველაზე ცნობილი ფორმულა ამბობს, რომ ენერგია უდრის მასას გამრავლებული სინათლის სიჩქარის კვადრატზე. ეს ფორმულა ჩვეულებრივ გამოიყენება იმის ასახსნელად, თუ როგორ გარდაიქმნება მასა ენერგიად, როგორც ხდება ბირთვულ რეაქციებში. მაგრამ ფორმულა ასევე აჩვენებს რაღაც ღრმას. მასა არის ფორმა ენერგიისა, რომელიც დაკავშირებულია სინათლის სიჩქარესთან. რაც უფრო დიდია მასა, მით მეტი ენერგია სჭირდება იმისთვის, რომ დააჩქაროთ ობიექტი. როდესაც ესაც ობიექტის სიჩქარე უახლოვდება სინათლის სიჩქარეს, მისი მასა იზრდება. ეს არის არა იმიტომ, რომ ობიექტს ემატება მატერია, არამედ იმიტომ, რომ ობიექტის ინერცია იზრდება, რადგან რადგან ის მოძრაობს უფრო სწრაფად სივრცე დროში. ობიექტს, რომელსაც აქვს მასა, შეუძლებელია მიაღწიოს სინათლის სიჩქარეს, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი მასა გახდებოდა უსასრულო და საჭიროებდა უსასრულო ენერგიას, რომ გააჩქაროთ. ფოტონები თუმცა არ აქვთ მასა. ამიტომ მათ შეუძლიათ მოძრაობა სინათლის სიჩქარით. უფრო ზუსტად, ისინი არ შეიძლება მოძრაობდნენ სხვა სიჩქარით. სინათლის სიჩქარე არის ის სიჩქარე, რომლითაც მოძრაობს ყველაფერი, რასაც არ აქვს მასა. ეს ნიშნავს, რომ სინათლის სიჩქარე არის არა ლიმიტი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება რაიმე იმოძრაოს. ეს არის ბუნებრივი სიჩქარე სამყაროსი. სიჩქარე, რომელიც არსებობს, როდესაც არ არის მასა, რომელიც ანელებს რამეს. მასა არის ის, რაც ანელებს ობიექტებს სინათლის სიჩქარეზე დაბლა. სინათლის სიჩქარე არის ის, რაც იქნებოდა ყოველთვის, ყველა ობიექტისთვის, თუ არ იქნებოდა მასა. და აქ იწყება უცნაური კითხვა. საიდან მოდის მასა? რატომ აქვს ზოგიერთ ნაწილაკს მასა, ხოლო ფოტონს არა? რა ანელებს ელექტრონს, მაგრამ არ ანელებს სინათლეს? პასუხი, რომელიც აღმოაჩინეს 2012 წელს, არის, რომ მასა მოდის ურთიერთქმედებიდან ველთან, რომელიც ავსებს მთელ სამყაროს. ამ ველს ეძახიან ჰიგსის ველი. სახელი პიტერ ჰიგსის, შოტლანდიელი თეორიული ფიზიკოსის მიხედვით, რომელმაც პირველად შესთავაზა ამ იდეის 1964 წელს. ჰიგსის ველი არის უხილავი ველი, რომელიც ავსებს სივრცეს. ნაწილაკები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ამ ველთან, იღებენ მასას. რაც უფრო ძლიერად ურთიერთქმედებენ, მით მეტი მასა აქვთ. ფოტონები არ ურთიერთქმედებენ ჰიგსის ველთან სრულიად, ამიტომ არ აქვთ მასა და მოძრაობენ სინათლის სიჩქარით. ელექტრონები ურთიერთქმედებენ ჰიგსის ველთან სუსტად, ამიტომ აქვთ მცირე მასა. ტოპ კვარკები, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფუნდამენტური ნაწილაკები, ურთიერთქმედებენ ჰიგსის ველთან ძალიან ძლიერად, ამიტომ აქვთ დიდი მასა. 1999 წელს ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციამ დაიწყო მშენებლობა დიდი ჰადრონული კოლაიდერისა, ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ნაწილაკთა აჩქარებელისა ოდესმე აშენებული. კოლაიდერი არის 27 კილომეტრის სიგრძის მილი, დაკარგული გრუნტის ქვეშ, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე. მილში პროტონები აჩქარებენ თითქმის სინათლის სიჩქარემდე და ეჯახებიან ერთმანეთს ენერგიებზე, რომლებიც ასე მაღალია, რომ შექმნიან ახალ ნაწილაკებს, რომლებიც არ არსებობდნენ დიდი აფეთქების შემდეგ მილიარდობით წლის განმავლობაში. 2012 წლის მე-4 ივლისს ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციამ გამოაცხადა აღმოჩენა. ჰიგსის ბოზონი, ნაწილაკი, რომელიც არის ჰიგსის ველის კვანტი, იქნა აღმოჩენილი. ეს იყო დადასტურება, რომ მასა რეალურად მოდის ველთან ურთიერთქმედებიდან. მაგრამ რაც უფრო საინტერესოა, ეს იყო დადასტურება, რომ სივრცე არ არის ცარიელი. სივრცე ავსებულია ველებით, ულია ველებით, რომლებიც აძლევენ ნაწილაკებს თვისებებს, მათ შორის მასას. და მასა არის ის, რაც აყენებს ლიმიტს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება რამეს მოძრაობა. ეს ნიშნავს, რომ სინათლის სიჩქარე დაკავშირებული არა მხოლოდ სივრცე-დროის გეომეტრიასთან, არამედ ასევე ველებთან, რომლებიც ავსებენ სივრცეს და აძლევენ ნაწილაკებს მასას. და აქ ჩნდება კითხვა. თუ ჰიგსის ველი იყო განსხვავებული, იქნებოდა სინათლის სიჩქარე განსხვავებული? პასუხია: არა. სინათლის სიჩქარე განსაზღვრულია ელექტრომაგნიტური ველის თვისებებით, არა ჰიგსის ველის თვისებებით. მაგრამ რაც იქნებოდა განსხვავებული, არის თუ რომელ ნაწილაკებს აქვთ მასა და რამდენად. თუ ჰიგსის ველი იყო ძლიერი, ყველა ნაწილაკი იქნებოდა მძიმე და ვერ მიაღწევდნენ სინათლის სიჩქარეს. თუ ჰიგსის ველი იყო ნულოვანი, ყველა ნაწილაკი მოძრაობდა სინათლის სიჩქარით და არ არსებობდა ატომები, არ არსებობდა მოლეკულები, არ არსებობდა სიცოცხლე. სინათლის სიჩქარე არის არა თვითნებური რიცხვი. ეს არის კონსტანტა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სივრცე, დრო, მასა და ენერგია.
ეს არის ის რიცხვი, რომელზე დაფუძნებულია მთელი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენ ვეძახით ფიზიკურ რეალობას. მაგრამ აქ მოდის ბოლოლო კითხვა. რატომ არის სინათლის სიჩქარე სასრული? რატომ არ არის უსასრულო? თუ სინათლის სიჩლის სიჩქარე იყო უსასრულო, ყველა მოვლენა იქნებოდა ერთდროული. არ არსებობდა მიზეზობრიობა, არ არსებობდა თანამიმდევრობა, არ არსებობდა დრო. სამყაროს ექსპანსია, კვანტური აბრეგა, მასის წარმოქმნა, გრავიტაციული ტალღები, შავი ხვრელების ჰორიზონტები, კოსმოლოგიური ჰორიზონტი, ყველაფერი დამოკიდებულია იმ ფაქტზე, რომ სინათლის სიჩქარე არის სასრული და აბსოლუტური. და ეს გვკარნახობს, რომ დრო თავად არის არა ფონი, არამედ შედეგი სინათლის სიჩქარის სასრულობისა. დრო არის ის, რაც იქმნება, როდესაც ინფორმაცია სჭირდება დრო გავლისთვის სივრცეში. დრო არის ის, რაც იქნება, როდესაც მიზეზი არ შეუძლია მქესიერად მიაღწიოს შედეგს. სინათლის სიჩქარე არის არა ლიმიტი, რომელიც დაედო სამყაროს. სინათლის სიჩქარე არის თვისება, რომელიც ქმნის სამყაროს. მაგრამ აქ იწყება პარადოქსი, რომელიც აიდულებს ფიზიკოსებს ჩაფიქრდნენ, ნამდვილად რომელი კონსტანტაა უცვლელი. წარმოიდგინეთ ასტრონავტი კოსმოსურ ხომალდზე, რომელიც მოძრაობს 99 წილი სინათლის სიჩქარისა. იგი ანთებს ფარას და გზავნის სინათლის სხივს წინ. თქვენთვის, რომელიც უყურებთ დედამიწიდან, როგორ სწრაფად მოძრაობს ეს სხივი? ლოგიკა გეუბნებათ: ხომალდის სიჩქარე პლუს სინათლის სიჩქარე. პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე სინათლის სიჩქარე. მაგრამ როდესაც ზომავთ, აღმოაჩენთ, რომ სხივი მოძრაობს ზუსტად 290,792,458 მეტრი წამში. არა უფრო სწრაფად, არა უფრო ნელა, არამედ ზუსტად იგივე. როგორ შეიძლება ეს? როგორ შეიძლება ორი სიჩქარე არ შეიკრიბოს? პასუხი არის ის, რომ სამყარო არღვევს გაანგარიშებას განსხვავებული გზით. როდესაც ასტრონავტი ანთებს ფარას, მისი საათები უკვე ნელდება თქვენს საათებთან შედარებით. მისი სივრცე უკვე შეკუმშულია თქვენს სივრცესთან შედარებით. ამიტომ, როდესაც იგი ზომავს სინათლის სიჩქარეს, იგი იღებს იგივე პასუხს, რაც თქვენ. და თქვენ, რომელიც აკვირდებით, ხედავთ, რომ სხივი მოძრაობს სინათლის სიჩქარით, რადგან დრო და სივრცე თავად იცვლებიან იმ გზით, რომ შეინარჩუნონ ეს კონსტანტა. სინათლის სიჩქარე არის არაუბრალოდ სიჩქარე, რომელიც არ იცვლება. ეს არის სიჩქარე, რომელიც იძულებით ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას იმით, რომ იცვლება თავად სივრცე და დრო. და აქ მოდის უცნაურად მოულოდნელი ექსპერიმენტული დადასტურება. 1971 წელს ჯოზეფ ჰაფელმა და რიჩარდ კიტინგმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ დემონსტრაციად დროის დილატაციისა. მათ აიღეს 4 ატომური საათი, ყველაზე ზუსტი საათები, რაც იყო ხელმისაწვდომი იმ დროს. 2 საათი დატოვეს ვაშინგტონის მერილენდის სამხედრო საზღვაო ობსერვატორიაში. განარჩენი 2 საათი აიტანეს კომერციულ რეისებზე, ერთი აღმოსავლეთისკენ, ერთი დასავლეთისკენ, დედამიწის გარშემო. როდესაც საათები დაბრუნდნენ, ისინი აღარ ემთხვეოდნენ. ენელი საათმა, რომელიც მოგზაურობდა აღმოსავლეთისკენ, ანუ დედამიწის ბრუნვის მიმართულებით, ჩამორჩა 259 მილიარდით წამს. საათმა, რომელიც მოგზაურობდა დასავლეთისკენ, ანუ დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგოდ, წინ გადაუსწრო 207 მილიარდით წამს. ეს იყო არა შეცდომა, ეს იყო ზუსტად ის განსხვავება, რომელსაც აინშტაინის თეორია იწინასწარმეტყველებდა. და ეს ნიშნავს, რომ დროის დილატაცია არ არის თეორიული იდეა, ეს არის გაზომილი ფაქტი. მაგრამ თუ სინათლის სიჩქარე არის აბსოლუტური, რა ხდება კვანტურ დონეზე, სადაც ნაწილაკები, როგორც ჩანს, იგნორირებენ ამ ლიმიტს გარკვეულ გაგებაში? 1932 წელს ალბერტ აინშტაინმა, ბორის პოდოლსკიმ და ნეითან როზენმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც აჩვენებდა, რომ კვანტური მექანიკა მათემატიკურად იწინასწარმეტყველებდა რაღაც უცნაურს. თუ ორი ნაწილაკი გადაბმულია კვანტურად, ანუ შექმნილია ერთი პროცესიდან და აქვთ დაკავშირებული თვი მდგომარეობები, მაშინ გაზომვა ერთზე მაშინვე გავლენას ახდენს მეორეზე, იმის მიუხედავად, თუ რამდენად შორს არიან ერთმანეთისგან. ეს ჟღერდა როგორც ტელეპათია. აინშტაინი უწოდა ამას საშინელ მოქმედებას დისტანციაზე და იყო დარწმუნებული, რომ ეს იყო მტკიცებულება, რომ კვანტური მექანიკა იყო არასრული თეორია. მაგრამ 1972 წელს ჯონ ბელმა, ირლანდიელმა ფიზიკოსმა, რომელიც მუშაობდა ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციაში, წამოაყენა თეორემა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ბელის თეორემამ აჩვენა, რომ შესაძლებელი იყო ექსპერიმენტის ჩატარება, რომელიც დაადგენდა, ნამდვილად არსებობდა თუ არა ეს საშინელი მოქმედება. 1982 წელს ალან ასპემ, ფრანგმა ფიზიკოსმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელსაც დღეს უწოდებენ ასპეს ექსპერიმენტს. მან შექმნა გადაბმული ფოტონების წყვილები და გაგზავნა ისინი საპირისპირო მიმართულებებით. როდესაც ერთი ფოტონი გაიზომა, მეორე მაშინვე რეაგირებდა
მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მანძილი იყო 11 მეტრი. 2015 წელს ანტონ ცაილინგერი ჯგუფმა ავსტრიაში გაიმეორა ექსპერიმენტი მანძილზე, რომელიც იყო 153 კილომეტრი. კორელაცია მაინც იყო მყისიერი. 2017 წელს ჩინურმა მეცნიერებმა გამოიყენეს MIQ სატელიტი, რომ შეექმნათ გადაბმული ფოტონები მანძილზე, რომელიც აღემატებოდა 1200 კილომეტრს. კორელაცია კვლავ იყო მყისიერი. ეს როგორ არის შესაძლებელი? როგორ შეიძლება ერთი ნაწილაკის გაზომა მყისიერად იმოქმედოს მეორეზე, თუ სინათლის სიჩქარე არის საზღვარი, რომლითაც ინფორმაცია შეიძლება გადავიდეს სივრცეში? პასუხია: ინფორმაცია არ გადადის. კვანტური გადაბმა არ აგზავნის სიგნალს ერთი ნაწილაკიდან მეორეზე. ორი ნაწილაკი არ არიან ორი განცალკევებული ობიექტი, რომლებიც ურთიერთქმედებენ დისტანციაზე. ისინი არიან ერთი კვანტური სისტემა, რომელიც გაფანტული ადგილზე სივრცეში, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი სისტემა. გაზომვა ერთ წერტილში არ აგზავნის ინფორმაციას მეორე წერტილში, არამედ ცხადყოფს ინფორმაციას, რომელიც უკვე არსებობდა მთელ სისტემაში. ეს ჟღერს როგორც სიტყვათა თამაში, მაგრამ განსხვავება არის ფუნდამენტური. თუ გადაბმა აგზავნიდა ინფორმაციას, თქვენ შეგეძლოთ მისი გამოყენება სიგნალის გასაგზავნად სწრაფად ვიდრე სინათლე. მაგრამ ყველა ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ეს შეუძლებელია. თქვენ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ, რა შედეგს მიიღებთ, როდესაც ზუმავთ გადაბმულ ნაწილაკს. შედეგი არის შემთხვევითი. ხოლო როდესაც შეადარებთ თქვენს შედეგებს მეორე დამკვირვებლის შედეგებს, ხედავთ კორელაციას. და ამ შედარების გაკეთება მოითხოვს ინფორმაციის გაგზავნას კლასიკური არხებით, რომლებიც ვერ იმოძრავებენ სინათლეზე სწრაფად. აფად. სინათლის სიჩქარე რჩება ლიმიტად, რომლითაც შეიძლება გაიგზავნოს ინფორმაცია და მიზეზი აღწიოს შედეგამდე. მაგრამ კვანტური გადაბმა გვაჩვენებს, რომ სამყარო არ არის აგებული ადგილობრივი ობიექტებიდან, რომლებიც ურთიერთქმედებენ სიგნალების გაგზავნით. სამყარო არის შენახული როგორც გლობალური სტრუქტურა, სადაც ინფორმაცია შეიძლება იყოს არალოკალური, გაფანტული ადგილებზე, მაგრამ მაინც ერთი მთელი. და ეს გვკარნახობს, რომ სინათლის სიჩქარე არის საზღვარი, არა იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება არსებობდეს კორელაციები, არამედ იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება შეიქმნას ახალი კორელაციები, ამიზელაციები, ახალი მიზეზობრივი კავშირები. მაგრამ აქ მოდის კითხვა, რომელიც აშფოთებს ფიზიკოსებს. ნამდვილად როგორ შესაძლებელია, რომ ყველა ექსპერიმენტი, ყველა დაკვირვება, ყველა გაზომა ადასტურებს, რომ სინათლის სიჩქარე იგივეა, მაშინ როდესაც გაზომა თავად დამოკიდებულია საათებზე, რომლებიც ნელდება და მართველებზე, რომლებიც კუმშავს. უპასუხე ამ კითხვას ბოლომდე ფიზიკოსებმა შეისწავლეს უძველესი ფოტონები, რომლებიც ოდესმე შეისწავლიათ. კოსმიური მიკროტალღური ფონი შეიცავს სინათლეს, რომელიც გამოშვა 380,000 წლის შემდეგ დიდი აფეთქებიდან. ეს არის უძველესი სინათლე, რომელსაც შეგიძლიათ დაინახოთ, რადგან წინა მომენტისა სამყარო იყო იმდენად ცხელი და მკვრივი, რომ ფოტონები არ შეძლეს თავისუფალი გადაადგილება. ამ ფოტონების სპექტრი, ფერების განაწილება შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა იყო ფიზიკის კანონები იმ დროს. 1989 წელს ფიზიკოსმა ჯონ ვებმა გამოაქვეყნა ანალიზი, რომელმაც შეადარა კოსმიური მიკროტალღური ფონის სპენის სპექტრი თანამედროვე ლაბორატორიულ გაზომებთან. თუ სინათლის სიჩქარე იყო განსხვავებული ადრეულ სამყაროში, სპექტრი დამახინჯდებოდა გარკვეული გზით. შედეგი იყო ნათელი. სინათლის სიჩქარე იყო იგივე მაშინ, რაც არის ახლა, ზუსტობით უკეთესი, ვიდრე 1 ნაწილი მილიონში. 2003 წელს ვილკინსონის ნის მიკროტალღური ანიზოტროპიის მონაცემებმა გაზარდა ზუსტობა. 2013 წელს პლანკის სატელიტის მონაცემებმა გაზარდა კიდევ უფრო. თითოეული გაზომა ადასტურებს. სინათლის სიჩქარე იყო იგივე თამამად 114 მილიარდი წლის წინ, რაც არის დღეს. და აქ მოდის დიდი პარადოქსი. თუ სინათლის სიჩქარე არის მუდმივი ყველგან და ყოველთვის, მაშინ სამყაროს ექსპანსია თავად ქმნის უცნაურ შედეგს. გალაქტიკები, რომლებიც შორდებიან ჩვენგან სინათლის სიჩქარეზე დაახლოებით, არიან საზღვრებზე, სადაც დრო თავად იწყებს უცნაურ ქცევას. წარმოიდგინეთ გალაქტიკა, რომელიც შორდება ჩვენგან 99% სინათლის სიჩქარისა, იმის გამო, რომ სივრცე თავად იზრდება. თქვენთვის, რომელიც უყურებთ ამ გალაქტიკას, დრო იქ ნელდება კოეფიციენტით 7. ეს ნიშნავს, რომ თუ ამ გალაქტიკაში ვარსკვლავი აფეთქდა და გაანათა 1 წლის განმავლობაში მათი დროით, თქვენ ხედავდით ამ აფეთქებას გაგრძელებულს 7 წლის განმავლობაში თქვენი დროით. ახლა წარმოიდგინეთ გალაქტიკა, რომელიც შორდება 99,9% სინათლის სიჩქარისა. დრო იქ ნელდება კოეფიციენტით 21. 99,99% კოეფიციენტი 215. რაც უფრო ახლოს მიდიხართ სინათლის სიჩქარესთან, მით უფრო მეტად ნელდება დრო, ახლოვდება უსასრულობისკენ.
და აქ იწყება რაღაც სრულიად უცნაური. კოსმოლოგიური ჰორიზონტი, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ, არის მანძილი, საიდანაც სინათლე სჭირდება უსასრულო დრო მოსვლას, იმის გამო რომ სივრცე იზრდება იმდენად სწრაფად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ არაფერი არის. გალაქტიკები ჯერ კიდევ არსებობენ იქ, ვარსკვლავები ჯერ კიდევ ანათებენ. ამ გალაქტიკებისთვის დრო მიედინება ნორმალურად. მათ კვლავ აქვთ მათი საკუთარი აწმყო, მათი საკუთარი მომავალი. მაგრამ თქვენთვის, რომელიც უყურებთ მათ, ამ გალაქტიკების მომავალი არასოდეს ჩამოხდება. თუ ამ გალაქტიკაში ვარსკვლავი აფეთქდება დღეს მათი დროით, სინათლე ამ აფეთქებიდან არასოდეს მოაღწევს ჩვენამდე. არა იმიტომ, რომ სინათლე არ მოძრაობს, არამედ იმიტომ, რომ სივრცე იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე სინათლეს შეუძლია მის გავლა. და როგორც გადადის დრო, როგორც სამყარო აგრძელებს ექსპანსიის აჩქარებას, უფრო და უფრო მეტი გალაქტიკა გადადის ამ ჰორიზონტის მიღმა. ეს ნიშნავს, რომ არსებობს მოვლენები, რომლებიც ხდება ახლა სამყაროში, რომლებსაც ჩვენ ვერასოდეს ვიხილავთ. არა იმიტომ, რომ ისინი ძალიან მოშორებით არიან, არამედ იმიტომ, რომ სინათლის სიჩქარე არის სასრული და სივრცის ექსპანსია აჩქარებს. და ეს გვკარნახობს, რომ სამყაროს ბუნება თავად კონცეფცია იმისა, თუ რა არის რეალური, დამოკიდებულია სინათლის სიჩქარეზე. მაგრამ აქ იწყება კითხვა, რომელიც აშფოთებს ფილოსოფოსებსა და ფიზიკოსებს თანაბრად. ნამდვილად გრძნობს თუ არა სამყარო ამ საზღვარს. 2011 წელს ოპერა ექსპერიმენტმა იტალიაში გამოაცხადა, რომ აღმოაჩინა ნეიტრინოები, რომლებიც მოძრაობდნენ სწრაფად ვიდრე სინათლე. ნეიტრინოები არის უსხეულო ნაწილაკები, რომლებიც თითქმის არ ურთიერთქმედებენ მატერიასთან. მილიონობით ნეიტრინო გადის თქვენ სხეულში ყოველ წამს, მომავალი მზიდან და კოსმიური სხივებიდან და არც ერთი არ ჩერდება. ოპერა ექსპერიმენტში ნეიტრინოების სხივი იყო გაგზავნილი ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციიდან შვეიცარიაში გრან სასოს ლაბორატორიაში იტალიაში, მანძილზე 730 კილომეტრზე. ნეიტრინოები აღმოჩენილი იქნა შესამოსავლით უკეთესი, ვიდრე 6 მილიარდედი წამი ვიდრე მოელოდნენ, თუ ისინი მოძრაობდნენ სინათლის სიჩქარით. ამბავმა გამოიწვია სენსაცია. თუ ნეიტრინოები მართლაც მოძრაობდნენ სწრაფად ვიდრე სინათლე, ეს ნიშნავდა, რომ სინათლის სიჩქარე არ იყო აბსოლუტური ლიმიტი და მთელი ფარდობითობის თეორია იყო საფრთხეში. მაგრამ მეცნიერება არის თვითკორექციული. ექსპერიმენტი გაიმეორა 10 ჯერ, 4 განსხვავებული ჯგუფის მიერ. თითოეულმა იპოვა იგივე ანომალია. მაგრამ შემდეგ 2012 წელს გუნდმა აღმოაჩინა შეცდომა. ოპტიკური კაბელი, რომელიც აკავშირებდა საათებს, იყო ფხვიერი. კაბელის ჩანაცვლების შემდეგ ანომალია გაქრა. ნეიტრინოები მოძრაობდნენ ზუსტად სინათლის სიჩქარით, როგორც მოსალოდნელი იყო. მაგრამ ეს ეპიზოდი აჩვენა, რამდენად სერიოზულად ეპყრობიან მეცნიერები სინათლის სიჩქარის აბსოლუტურობას. ეს არ არის მხოლოდ ერთი რიცხვი. ეს არის საფრის საფუძველი მთელი თანამედროვე ფიზიკისა. მაგრამ რა მოხდებოდა თუ სინათლის სიჩქარე არ იყო მუდმივი? რა მოხდებოდა თუ იგი იცვლებოდა დროთა განმავლობაში? ზოგიერთმა თეორიულმა ფიზიკოსმა წამოაყენა იდეა, რომ ძირითადი კონსტანტები სინათლის სიჩქარის ჩათვლით შეიძლება ნელა იცვლებოდეს 10 მილიარდობით წლის განმავლობაში. თუ ეს მართალია, ეს იქნებოდა რევოლუციონერული აღმოჩენა. ეს ნიშნავდა, რომ ფიზიკის კანონები არ არიან აბსოლუტურად ფიქსირებული, არამედ თავად ევოლუციონირებენ სამყაროსთან ერთად. მაგრამ ყველა დაკვირვება, კოსმიური მიკროტალღური ფონიდან შორეული კვაზარების სპექტრების მიხედვით, დღემდე აჩვენებს, რომ თუ სინათლის სიჩქარე იცვალა, ცვლილება არის იმდენად მცირე, რომ ვერ იზომება. და აქ მოდის ბოლო, უძველესი კითხვა. საიდან იცის სამყარომ, რომ სინათლის სიჩქარე უნდა იყოს 299,792,458 მეტრი წამში და არა რამე სხვა. პასუხი, რომელსაც ფიზიკოსები აძლევენ დღეს, არის ის, რომ სინათლის სიჩქარე დაკავშირებულია სხვა ფუნდამენტურ კონსტანტებთან იმ გზით, რომ თუ შეცვლით ერთს, შეიცვლება ყველა. ელექტრული კონსტანტა, მაგნიტური კონსტანტა, პლანკის კონსტანტა, გრავიტაციული კონსტანტა, ჰიგსის ველის სიძლიერე. ყველა ეს რიცხვები დაკავშირებული ერთმანეთთან რთული ქსელით მათემატიკური ურთიერთობებით. თუ სინათლის სიჩქარე იყო ორჯერ უფრო დიდი, ელექტრომაგნიტური ძალა იქნებოდა განსხვავებული. ატომები აღარ შეიქმნებოდნენ იმ გზით, როგორც ახლა ქმნიან. ვარსკვლავები აღარ ანათებდნენ იმ გზით, როგორც ახლა ანათებენ. სიცოცხლე, რომელიც დამოკიდებულია სტაბილურ ატომებზე და სტაბილურ ვარსკვლავებზე, არ არსებობდა. ეს არის დაკვირვება, რომელიც ფიზიკოსები უწოდებენ მსახვის ანტროპულ პრინციპს. კონსტანტები არიან ისეთები, როგორიც არიან, რადგან თუ ისინი იყო განსხვავებული, ჩვენ არ ვიქნებოდით აქ, რომ კითხოთ კითხვა. მაგრამ ეს არ არის მთლად დამაკმაყოფილებელი პასუხი. თქვენ ასევე შეგიძლიათ იკითხოთ, რატომ არის სამყარო აგებული ისე, რომ ანტროპული პრინციპი მუშაობს? რატომ არის ფიზიკის კანონები თავსებადი სიცოცხლესთან? ზოგიერთი ფიზიკოსი თვლის, რომ პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს უსასრულო რაოდენობა სამყაროები მულტივერსში, თითოეული განსხვავებული კონსტანტებით, და ჩვენ ცხოვრობთ ერთ-ერთში,
რომელიც შემთხვევით აქვს სწორი კონსტანტების სიცოცხლისთვის. სხვები თქვები თვლიან, რომ კონსტანტები დაკავშირებულია სიმეტრიებთან, რომლებიც უფრო ფუნდამენტურია ვიდრე თავად რიცხვები, და რომ საბოლოოდ თეორია იქნება აღმოჩენილი, რომელიც გამოთვლის ყველა კონსტანტს პირველი პრინციპებიდან. მაგრამ დღეს, ამ მომენტში ფიზიკის ისტორიაში, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. რაც ვიცით არის ის, რომ სინათლის სიჩქარე არის რიცხვი, რომელსაც ყველა სხვა რიცხვი დამოკიდებულია. ეს არის რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს სივრცესა და დროს შორის ურთიერთობას. ეს არის რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ ურთიერთქმედებენ მასა და ენერგია. ეს არის რიცხვი, რომელიც აყენებს ლიმიტს მიზეზობრიობას და ინფორმაციას. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს არის რიცხვი, რომელიც არ ეხება მხოლოდ სინათლეს. ეს ეხება ყველაფერს, რასაც არ აქვს მასა. გრავიტაციულ ტალღებს, გლუონებს, რომლებიც აკავშირებენ კვარკებს ატომების ბირთვებში. ჰიპოთეტურ ნაწილაკებს, რომლებიც შეიძლება აღმოჩენილ იქნას მომავალში. ყველა ისინი თუ არ აქვთ მასა, მოძრაობენ ზუსტად სინათლის სიათლის სიჩქარით. სინათლის სიჩქარე არის არათვისება სინათლისა. ეს არის თვისება სამყაროსი. და ეს თვისება აშენებს მთელ სტრუქტურას, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ვფიქრობთ და ვარსებობთ. დრო, რომელსაც გძნობთ, არის შექმნილი იმით, რომ სინათლის სიჩქარე არის სასრული. სივრცე, რომელშიც ვიმოძრავებთ, არის აგებული იმის გარშემო, თუ როგორ ურთიერთქმედებს სინათლის სიჩქარე მასასთან. მიზეზობრიობა, რომელსაც ვენდობით, არის შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ, რომ სინათლის სიჩქარე ზღუდავს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება მიზეზმა მიაღწიოს შედეგამდე. და კვანტური გადაბმა, რომელიც ჩანს როგორც ამ ლიმიტის დარღვევა, რეალურად გვეხმარება გავიგოთ, რომ ინფორმაცია სამყაროში არის არალოკალური, გლობალური თვისება, რომელიც არსებობს მიღმა ინდივიდუალური ნაწილაკებისა. მაგრამ სინათლის სიჩქარის აბსოლუტური ბუნება ტოვებს ერთ დიდ შემაშფოთებელ კითხვას. თუ დრო იშლება სინათლის სიჩქარის მიახლოებისას და თუ სინათლის სიჩქარე არის აბსოლუტური, მაშინ სამყარო არის აგებული ისე, რომ არც ერთ ობიექტს არ შეუძლია ნახოს სამყაროს მთელი ისტორია ერთდროულად. არც ერთ დამკვირვებელს არ შეუძლია გაიქცეს დროიდან. რატომ? რატომ არის სამყარო აგებული ისე, რომ დრო არის აუცილებელი, გარდაუვალი, გაუქმებელი? შესაძლოა პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ დრო არის არა ის, რაც ხდება ჩვენთან, დრო არის ის, რაც ქმნის ჩვენ. ახლა ამ წამს, როდესაც გითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენს ტვინში ხდება რაღაც გაოცებული. ელექტრული იმპულსები მოძრაობენ ნეირონებს შორის, სინაფსები ანთებენ, მოგონებები იქნებიან, აზრები იბადებიან. და ყველა ეს პროცესი, ყველა ეს კავშირი, ყველა ეს ცვლილება თქვენ ნერვულ სისტემაში მოძრაობს სიჩქარით, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 290,792,458 მეტრს/წამში. თქვენი აზროვნება, თქვენი შეგნება, თქვენი რეალობის აღქმა დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ ინფორმაცია სამყაროში არ შეიძლება გადაადგილდეს მხისიერად. სინათლის სიჩქარე არ არის უბრალოდ ლიმიტი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება რამეს მოძრაობა. ეს არის ლიმიტი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეგიძლიათ იფიქროთ. შეგიძლიათ იხოთ. შეგიძლიათ იარსებოთ. და ეს მიგვიყვანს უცნაურ კითხვამდე, რომელმაც აუცა ფიზიკოსები თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში. თუ სინათლის სიჩქარე განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ინფორმაციამ გადაიცეს სივრცეში, მაშინ რა ხდება ორ ნაწილაკთან, რომლებიც შეიქმნენ ერთად და საერთოდ იზიარებენ ერთ კვანტურ მდგომარეობას? რა ხდება, როდესაც ამ ნაწილაკებს გაყოფ და გაშორებ მილიონობით კილომეტრით? ჩანს, რომ ისინი რჩებიან დაკავშირებულები იმ გზით, რომელიც არ ეთანხმება არც სინათლის სიჩქარის ლიმიტს, არც ჩვენს ინტუიციას იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს სივრცე. 2000 ბისსა და 12 წელს, დაახლოებით 100 წელს, მას შემდეგ რაც აინშტაინმა დაადგინა, რომ არაფერს არ შეუძლია სიჩქარე სინათლეზე, ჯგუფმა ფიზიკოსებმა ჟენევის უნივერსიტეტში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც შეამოწმა სწორედ ეს კითხვა. ისინი შექმნეს წყვილი ფოტონები, რომლებიც იყვნენ კვანტურად გადაბმული, რაც ნიშნავს, რომ მათი მდგომარეობები იყო დაკავშირებული იმ გზით, რომ თუ გაზომავთ ერთის პოლარიზაციას, მეორის პოლარიზაცია მაშინვე განისაზღვრა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად იყო შორს. ფოტონები გაიგზავნეს საპირისპირო მიმართულებებით ოპტიკური ბოჭკოების გავლით 18 კილომეტრის მანძილზე. შემდეგ თითოეულ ფოტონს გაზომეს ზუსტად იმავე მომენტში, სინქრონიზებული ატომური საათებით. შედეგი იყო შოკის მომგვრელი. ფოტონები რეალურად რჩებოდნენ დაკავშირებული. როდესაც ერთის პოლარიზაცია იზომებოდა, მეორის პოლარიზაცია მაშინვე ასახავდა ამ გაზომას, სწრაფად იმაზე, ვიდრე სინათლეს შეეძლო გავლა 18 კილომეტრის მანძილზე. რეალურად კორელაცია იყო იმდენად სწრაფი, რომ თუ იყო რაიმე სიგნალი, რომელიც გადიოდა ერთი ფოტონიდან მეორეში, ის უნდა მოძრაობდა მინიმუმ 10,000 ჯერ სწრაფად ვიდრე სინათლე. მაგრამ საქმე ის არის, რომ არ არსებობს სიგნალი. კვანტური გადაბმა არ ასრულებს ინფორმაციას.
თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ გადაბმული ნაწილაკები მესიჯის გაგზავნისთვის სწრაფად ვიდრე სინათლე, რადგან როდესაც იზომავთ ერთ ფოტონს, თქვენ იღებთ შემთხვევით შედეგს. თქვენ არ აკონტროლებთ რა შედეგი მოგივათ. თქვენ მხოლოდ იცით, რომ მეორე ფოტონის შედეგი იქნება კორელირებული თქვენს შედეგთან. მაგრამ იმის გასაგებად, რომ არის კორელაცია, თქვენ უნდა შეადაროთ ორივე შედეგი, რაც მოითხოვს კლასიკურ კომუნიკაციას, რომელიც მოძრაობს მაქსიმუმ სინათლის სიჩქარით. ამიტომ სინათლის სიჩქარის ლიჩქარის ლიმიტი არ ღვევა. მიზეზობრიობა კვლავდაცულია. მაგრამ რაღაც ღრმა და უცნაური რჩება. ორი ნაწილაკი გაყოფილი 18 კილომეტრით რჩება დაკავშირებული იმ გზით, რომელიც არ მოითხოვს სიგნალს სივრცეში გადასასვლელად. და ეს გვამცნობს რაღაცას ფუნდამენტურ სამყაროს შესახებ. სივრცე, რომელსაც ვფიქრობთ როგორც დისტანციას ობიექტებს შორის, არის არა ფუნდამენტური თვისება რეალობისა, არამედ მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება რაღაც უფრო ღრმა დონიდან, სადაც კვანტური გადაბმა არის პირველადი და სივრცე არის მეორადი. ზოგიერთი თეორიული ფიზიკოსი თვლის, რომ სივრცე თავად შეიძლება აგებული იყოს კვანტური გადაბმიდან, რომ დისტანცია ერთ ობიექტს და მეორეს შორის შეიძლება იყოს უბრალოდ საზომი იმისა, თუ რამდენად ნაკლებად არიან გადაბმულები. ამ ხედვით სინათლის სიჩქარე არის არა ლიმიტი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება რამეს მოძრაობა სივრცეში, არამედ ლიმიტი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება სივრცე თავად შეიცვალოს კონფიგურაცია. და ეს მიგვიყვანს ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ ექსპერიმენტამდე თანამედროვე ფიზიკაში. 2015 წელს ჩინეთმა გაუშვა სატელიტი სახელწოდებით მიციუსი, რომელიც შექმნილი იყო კვანტური გადაბმის ექსპერიმენტების ჩასატარებლად კოსმოსიდან. სატელიტი შექმნა წყვილ გადაბმულ ფოტონებს და გაგზავნა ისინი ორ დაშორებულ ზედაპირის სადგურამდე ჩინეთში, 1200 კილომეტრის მანძილზე. შემდეგ იზომა ორივე ფოტონის პოლარიზაცია ერთდროულად. შედეგი გამოქვეყნებული 2018 წელს იყო ცხადი. კვანტური გადაბმა მუშაობს 1200 კილომეტრის მანძილზე, ზუსტად ისევე, როგორც ლაბორატორიაში. არ არის გაუჩინარება კორელაციისა დისტანციით, არ არის დაკარგვა სიგნალისა. ორი ფოტონი გაყოფილი 1200 კილომეტრით რჩებიან დაკავშირებული იმ გზით, რომელიც არ დამოკიდებულია მათ შორის დისტანციაზე. მაგრამ აქ მოდის რაღაც კიდევ უფრო უცნაური. თუ კვანტური გადაბმა არ არის შეზღუდული დისტანციით, მაშინ იგი ასევე არ უნდა იყოს შეზღუდული დროით. 2013 წელს ფიზიკოსებმა ვენის უნივერსიტეტში ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც შექმნეს წყვილი გადაბმული ფოტონები, მაგრამ გაზომეს ერთი ფოტონი, სანამ მეორე ფოტონი კიდევ არც კი არსებობდა. როგორ? ისინი შექმნეს გადაბმულ წყვილს, შემდეგ განადგურეს ერთი ფოტონი და გაზომეს. შემდეგ მოგვიანებით შექმნეს მეორე ფოტონი, რომელიც იყო გადაბმული პირველთან. და როდესაც გაზომეს ეს მეორე ფოტონი, ის იყო კორელირებული გაზომასთან, რომელიც გაკეთდა წინა, სანამ მეორე ფოტონი კიდევ არსებობდა. ეს ჩანს როგორც მიზეზობრიობის დარღვევა. როგორ შეიძლება მოვლენა საწმყოში, გაზომას მეორე ფოტონისა, კონდეს გავლენა მოვლენაზე წარსულში, გაზომა პირველი ფოტონისა, რომელიც მოხდა სანამ მეორე ფოტონი არსებობდა. პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ კვანტურ მექანიკაში არ არსებობს ზუსტი თანამიმდევრობა მოვლენებისა, მანამ სანამ არიან გარეთ ერთმანეთის სინათლის კონუსებისა. ორი გაზომა არ იყო მიზეზობრივად დაკავშირებული, რადგან არ არსებობდა დრო სიგნალისთვის გავლისთვის ერთიდან მეორეში სინათლის სიჩქათლის სიჩქარით. ამიტომ კვანტური მექანიკა იძლევა უფლებას, რომ ორივე გაზომა იყოს კორელირებული, მიუხედავად თანამიმდევრობისა, რომელშიც მოხდნენ. მიზეზობრიობა დაცულია, რადგან არ არის ინფორმაცია, რომელიც გადის წარსულში. მაგრამ რაც რჩება, არის ერთი შემაშფოთებელი დასკვნა. კვანტური გადაბმა არსებობს მიღმა სივრცისა და დროისა. ეს არის თვისება სამყაროსი, რომელიც არ არის შეზღუდული გეომეტრიით სივრცე-დროს. და ეს ამოფხექს ერთ მუდმივ დაძაბულობას ფიზიკის გულში. ერთი მხრივ გაქვთ ზოგადი ფარდობითობა, რომელიც ამბობს, რომ სივრცე-დრო არის უწყვეტი ქსოვილი, რომელიც იხრება და იკუმშება მასის და ენერგიის გარშემო, და რომ სინათლის სიჩქარე არის აბსოლუტური ლიმიტი. მეორე მხრივ გაქვთ კვანტური მექანიკა, რომელიც ამბობს, რომ ნაწილაკები შეიძლება იყვნენ გადაბმული იმ გზით, რომელიც არ დამოკიდებულება მათ შორის დისტანციაზე და რომელიც ჩანს, რომ არ ღვევს ინტუიციას ლოკალურობის შესახებ. ეს ორი თეორია ორივე გაუმჯობესებულები თავიანთ დომენებში, როგორც ჩანს არ ერწყმიან ერთმანეთს. და კვანტური გადაბმა იმყოფება ზუსტად საზღვარზე, სადაც ეს დაძაბულობა ყველაზე ხილულია. მაგრამ რას თუ გავიგეთ? კვანტური გადაბმა არა როგორც დარღვევა სინათლის სიჩქარის ლიმიტისა, არამედ როგორც მინიშნება, რომ სინათლის სიჩქარე განსაზღვრავს რაღაც უფრო ფუნდამენტურს, ვიდრე უბრალოდ სიჩქარე. რას თუ სინათლის სიჩქარე არის საზომი იმისა, თუ როგორ განიცდის კლასიკური ინფორმაცია თავს სივრცეში, ხოლო კვანტური გადაბმა არის საზომი იმისა, თუ როგორ უკავშირდება კვანტური ინფორმაცია სამყაროს უფრო ღრმა დონეზე, სადაც სივრცე და დრო
ჯერ კიდევ არ არსებობს როგორც დამოუკიდებელი ცნებები. ეს არის აზრი, რომელსაც ახლა იკვლევენ თეორიული ფიზიკოსები. ისინი ქმნიან მოდელებს, სადაც სივრცე-დრო წარმოიქმნება ქვემოდან, არა როგორც ფუნდამენტური ქსოვილი, არამედ როგორც გამოსაჩენი თვისება, რომელიც წარმოიქმნება უფრო ფუნდამენტური ურთიერთქმედებებიდან კვანტურ დონეზე. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიდგომა არის, საიდანაც იწოდება აცცფთ შესატყვისობა. აღმოჩენილი 1998 წელს ფიზიკოსის ხუან მალდასენას მიერ. ამ კონტექსტში აცსი ნიშნავს ანტიდესიტერის სივრცე, კონკრეტულ ტიპს სივრცე-დროსი, ხოლო CPT ნიშნავს კონფორმულ ველთა თეორიას, კვანტურ თეორიას, რომელიც აღწერს ნაწილაკთა ურთიერთქმედებებს საზღვარზე ამ სივრცისა. მალდასენამ აჩვენა, რომ სრული გრავიტაციული თეორია აცსის სივრცეში შეიძლება იყოს მათემატიკურად ექვივალენტური კვანტური ველთა თეორიისა, რომელიც არსებობს საზღვარზე ამ სივრცისა, ერთი განზომილებით ნაკლები. ეს ნიშნავს, რომ მთელი სამყარო, სივრცე, დროსა და გრავიტაციის ჩათვლით, შეიძლება იყოს ჰოლოგრამული პროექცია უფრო ფუნდამენტური კვანტური თეორიიდან, რომელიც არსებობს დაბალ განზომილებაში. თუ ეს მართალია, მაშინ სინათლის სიჩქარე არ არის ფუნდამენტური კონსტანტა. ეს არის გამოსაჩენი თვისება, რომელიც წარმოიქმნება იმ გზით, როგორ პროეცირდება კვანტური ინფორმაცია საზღვრიდან სამყაროში. და კვანტური გადაბმა, რომელიც ჩანს როგორც დარღვევა სინათლის სიჩქარის ლიმიტისა, რეალურად არის პირდაპირი ხილვადობა საზღვრის თეორიისა, სადაც ყველა წერტილი არის მყისიერად დაკავშირებული, რადგან არ არსებობს ჯერ კიდევ დისტანცია, რომელიც გააყოფს მათ. მაგრამ აქ მოდის რაღაც კიდე უფრო უცნაური. თუ სივრცე-დრო არის გამოსაჩენი და სინათლის სიჩქარე არის თვისება ამ გამოჩენისა, მაშინ რა ხდება სიტუაციებში, სადაც სივრცე-დრო თავად იშლება? რა ხდება ადგილებში, სადაც გრავიტაცია ხდება იმდენად ძლიერი, რომ სინათლის სიჩქარის ლიმიტი აღარ საკმარისია, რომ აღწეროს თუ რა ხდება? პასუხი მოდის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ობიექტებიდან სამყაროში – შავი ხვრელები. შავი ხვრელი არის რეგიონი სივრცე-დროში, სადაც გრავიტაცია არის იმდენად ძლიერი, რომ არაფერს, თუნდაც სინათლეს არ შეუძლია გაქცევა. საზღვარს, რომელიც აყოფს შიდა ნაწილს შავი ხვრელისა გარე სამყაროსგან, ეძახიან მოვლენების ჰორიზონტი. და ამ ჰორიზონტზე ხდება რაღაც სრულიად ჯადოსნური დროთან. ოსნური დროთან. დრო გაჩერდება. წარმოიდგინეთ, რომ უყურებთ ასტრონავტს, რომელიც ეცემა შავ ხვრელში. როდესაც ასტრონავტი უახლოვდება მოვლენების ჰორიზონტს, თქვენ ხედავთ, რომ მათი საათი ნელდება. ისინი მოძრაობენ უფრო ნელა. სინათლე, რომელიც მოდის მათგან, წითლდება, იწელება უფრო გრძელ ტალღებზე. და ბოლოს, როდესაც ისინი აღწევენ ჰორიზონტს, თქვენთვის ისინი გაყინებიან სრულიად. თქვენ არასოდეს ნახავთ მათ ჰორიზონტის გადაკვეთას. მათი ბოლო წამი გაგრძელდება სამუდამოდ თქვენი პერსპექტივით. მაგრამ ასტრონავტისთვის, რომელიც ეცემა, არაფერი სპეციალური არ ხდება ჰორიზონტზე. მათი საათი მიედინება ნორმალურად. ისინი არ გრძნობენ გაკინვას. ისინი უბრალოდ გადაკვეთენ ჰორიზონტს და აგრძელებენ ვარდნას შიდა ნაწილში. მათთვის მთელი პროცესი გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წამს, დამოკიდებულია შავი ხვრელის ზომაზე. ეს არის სრული დანაწევრება იმის მიხედვით, თუ რა არის რეალური. თქვენთვის, რომელიც უყურებთ გარედან, ასტრონავტი არასოდეს შევა შავ ხვრელში. ისინი გაკინებიან ჰორიზონტზე სამუდამოდ, მაგრამ ასტრონავტისთვის ისინი შედიან მყისიერად და აგრძელებენ შიდა ნაწილში. ორივე პერსპექტივა არის ვალიდური. ორივე აღწერს იმავე ფიზიკურ რეალობას, მაგრამ ისინი უფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს იმაში, თუ რა ხდება. და ამ პარადოქსის გულში არის სინათლის სიჩქარე. სინათლის სიჩქარე არის ის, ჩქარე არის ის, რაც განსაზღვრავს, თუ როგორ გამოცდით დროს. როდესაც გრავიტაცია იხრება სივრცე-დროს იმდენად ძლიერად, რომ სინათლე თავად ვერ ასპობს, დრო ამ რეგიონში სრულიად წყვეტს ფუნქციონირებას იმ გზით, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას. შავი ხვრელის ჰორიზონტი არის არა მხოლოდ საზღვარი სივრცეში. ეს არის საზღვარი დროში, წერტილი, სადაც თავად დროის კონცეფცია იშლება. მაგრამ რა არის შიდა ნაწილში ჰორიზონტისა? რა ხდება, როდესაც ვარდები კიდევ უფრო ღრმად, ცენტრისკენ შავი ხვრელისა, სადაც გრავიტაცია ხდება უსასრულო? ზოგადი ფარდობიტობა პროგნოზირებს, რომ ცენტრში არის სინგულარობა, წერტილი, სადაც სიმკვრივე და გრავიტაცია ხდება უსასრულო და სადაც თავად სივრცე-დრო წყვეტს არსებობას. მაგრამ ეს პროგნოზი არის ნიშანი, რომ თეორია თავად იშლება. როდესაც ფიზიკური თეორია გეძლევა უსასრულობას, ეს ნიშნავს, რომ თეორია მიაღწია თავის ლიმიტს და ახალი ფიზიკა საჭიროა. ზოგადი ფარდობიტობა აღწერს გრავიტაციას როგორც გეომეტრიას სივრცე-დროსა. კვანტური მექანიკა აღწერს ნაწილაკებსა და ძალებს როგორც კვანტებს, დისკრეტულ ერთეულებს ენერგიისა და ინფორმაციისა. მაგრამ შავი ხვრელის სინგულარობაში გრავიტაცია ხდება იმდენად ძლიერი და სივრცე-დრო ხდება იმდენად მოკუმშული, რომ კვანტური ეფექტები, რომლებსაც ჩვეულებრივ შეგიძლიათ უგულებელყოთ, მაკელყოთ მაკროსკოპულ მასშტაბებზე,
ხდება დომინანტური. სინგულარობის ცენტრში გრავიტაცია თავად უნდა გახდეს კვანტური. და ჩვენ არ გვაქვს თეორია, რომელიც აღწევს კვანტურ გრავიტაციას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაუჭრელი პრობლემა ფიზიკაში. Როგორ შეგვიძლია შევაერთოთ ზოგადი ფარდობითობა, რომელიც აღწერს სივრცე-დროს როგორც გლუ, უწყვეტ ქსოვილს, კვანტური მექანიკასთან, რომელიც აღწერს ყველაფერს როგორც დისკრეტულ, ალბათურ ნაწილაკებს. და სინათლის სიჩქარე იმყოფება ზუსტად ცენტრში ამ კითხვისა. თეორიის სიმების თეორია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მცდელობა კვანტური გრავიტაციის აღწერისა, გვთავაზობს ერთ შესაძლო მიდგომას. სიმების თეორიაში ფუნდამენტური ნაწილაკები არ არიან წერტილები, არამედ მცირე, ვიბრიბადი სიმებებადი სიმები ენერგიისა. ამ სიმების სხვადასხვა ვიბრაციული რეჟიმები შეესაბამება სხვადასხვა ნაწილაკს: ელექტრონს, კვარკს, ფოტონს, გრავიტონს. და ერთ-ერთი ვიბრაციული რეჟიმი ბუნებრივად შეესაბამება გრავიტონს, ჰიპოთეტურ ნაწილაკს, რომელიც შეიძლება გადმოსცემდეს გრავიტაციულ ძალას. მაგრამ სიმების თეორია მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სივრცე-დროს აქვს არა 4 განზომილება, როგორც ჩვენ ვაკვირდებით, არამედ 10 ან 11 განზომილება. დამატებითი განზომილებები უნდა იყოს დაკეცილი იმდენად მცირე, რომ ჩვენ ვერ ვაღმოვაჩენთ მათ პირდაპირ. და ამ დამატებით განზომილებებში სინათლის სიჩქარე შეიძლება იყოს განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს 4 განზომილებიან სამყაროში. ეს მიგვიყვანს საოცარ შესაძლებლობამდე. რას თუ სინათლის სიჩქარე, რომელსაც ჩვენ ვზომავთ, არის არა ფუნდამენტური კონსტანტა, არამედ ეფექტური ლიმიტი, რომელიც წარმოიქმნება იმ გზით, როგორ არის დაკეცილი დამატებითი განზომილებები. რას თუ უფრო ფუნდამენტურ დონეზე, უფრო მაღალ ენერგიებზე, რომლებიც არსებობდა დიდი აფეთქების შემდეგ პირ მომენტებში, როელ მომენტებში სინათლის სიჩქარე იყო განსხვავებული. ზოგიერთმა კოსმოლოგმა შესთავაზა იდეა, რომ ძალიან ადრეულ სამყაროში, პირველ ბილიონე წამში დიდი აფეთქების შემდეგ, სინათლის სიჩქარე შეიძლება იყო მილიონჯერ უფრო მაღალი ვიდრე არის დღეს. ამ იდეას, რომელსაც ეძახიან ცვლადი სინათლის სიჩქარის კოსმოლოგია, ეკნებოდა ღრმა შედეგები იმის შესახებ, თუ როგორ ევოლუციონირებდა ადრეული სამყარო. მაგალითად, ეს შეიძლება ახსნიდეს, რატომ არის კოსმიური მიკროტალღური ფონი იმდენად ერთგვაროვანი მთელცაში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონები, რომლებიც ახლა არიან საპირისპირო მიმართულებებში, არასოდეს ქონიათ დრო მოსვლას თერმულ წონასწორობაში სინათლის სიჩქარით. მაგრამ ამ იდეის პრობლემა არის ის, რომ თუ სინათლის სიჩქარე იცვლება დროთა განმავლობაში, მაშინ ყველა სხვა ფუნდამენტური კონსტანტა ასევე უნდა იცვლებოდეს იმ გზით, რომელიც შეინარჩუნებს კონსისტენტობას ფიზიკის კანონებისა. და ამ ცვლილებების რაყვა იქნებოდა სხვა დაკვირვებებში, როგორიცაა სპექტრები შორეული გალაქტიკებისა ან დაშლის მაჩვენებლები რადიოაქტიური ელემენტებისა. ყველა დაკვირვება, რომელიც გაკეთებულია დღემდე, არის თანხმობაში იმასთან, რომ სინათლის სიჩქარე იყო იდივე ბოლო თამამად 14 მილიარდი წლის განმავლობაში, ზუსტობით უკეთესი ვიდრე 1 ნაწილი მილიონში. ეს არის თითქმის შეუსაბამო სტაბილურობა. თითქმის ასე, თითქოს სამყარო იცავს ამ რიცხვს: 299,428,458 მეტრს წამში. როგორც რაღაც წმინდას, რაღაც ფუნდამენტურს, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ რატო? რა იცავს ამ კონსტანტას? რა გახდის სინათლის სიჩქარეს იმდენად სპეციალურს? პასუხი, რომელსაც თანამედროვე ფიზიკა გვთავაზობს, არის ის, რომ სინათლის სიჩქარე არ არის დაცული, რადგან არის სპეციალური. ეს არის დაცული, რადგან არის გამოდენა უფრო ფუნდამენტური სიმეტრიებიდან სამყაროსი. კერძოდ, სიმეტრია, რომელსაც ეძახიან ლორენცის ინვარიანტობა, იდეა, რომ ფიზიკის კანონები არის იგივე ყველა დამკვირვებლისთვის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოძრაობენ. ამ სიმეტრიას მოითხოვს, რომ არსებობდეს მუდმივი სიჩქარე, რომელიც იგივე ყველა სისტემებივეა ყველა სისტემებში. და ეს მუდმივი სიჩქარე აღმოჩნდა სინათლის სიჩქარე. მაგრამ კვანტური გრავიტაციის დონეზე ზოგიერთი თეორიული ფიზიკოსი ფიქრობს, რომ ლორენცის ინვარიანტობა შეიძლება შეირღვეს. შეიძლება არსებობდეს მცირე ეფექტები, რომლებიც ხდება ძალიან მაღალ ენერგიებზე ან ძალიან მცირე მანძილებზე, სადაც ფიზიკის კანონები იძლევიან პრივილეგირებულ მიმართულებას სივრცეში, ან სადაც სინათლის სიჩქარე დამამოკიდებულია ფოტონის ენერგიაზე. თუ ეს ეფექტები არსებობს, ისინი იქნებიან ძალიან მცირე, მაგრამ მათ შეიძლება ჰქონდეთ დაკვირვებადი შედეგები ექსტრემალურ სიტუაციებში, როგორიცაა გამაფრენა ფოტონებისა გამასხიური აფეთქებებიდან, რომლებიც არის ყველაზე ენერგეტიკული მოვლენები სამყაროში. 2010 წელს ფერმის გამასხიური სივრცის ტელესკოპმა აღრიცხა გამასხიური აფეთქება, რომელიც მოხდა მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე. აფეთქება გამოფრქვა უზარმაზარ რაოდენობა ფოტონების ფართო დიაპაზონში ენერგიებისა. თუ სინათლის სიჩქარე დამოკიდებულია ენერგიაზე, მაღალი ენერგიის ფოტონები უნდა მოსულიყვნენ მცირედ უფრო ადრე ან უფრო გვიან, ვიდრე დაბალი ენერგიის ფოტონები.
მაგრამ ანალიზი აჩვენა, რომ ყველა ფოტონი დაბალი ენერგიისგან მაღალ ენერგიამდე მოვიდა იმავე დროს, ზუსტობით უკეთესი, ვიდრე ერთი ნაწილი დესობით ტრილიონში. ეს არის ყველაზე მკაცრი შეზღუდვა, რომელიც ოდესმე დადგა ლორენცის ინვარიანტობის დარღვევაზე. სინათლის სიჩქარე არის არა მხოლოდ მუდმივი, ეს არის უსაზღვროდ მუდმივი, თანხმობა ყველა დაკვირვებასთან, რომელიც ოდესმე გაკეთებულა. და ეს გვკარნახობს, რომ სინათლის სიჩქარის აბსოლუტურობა არ არის საგადასახდელი თვისება, რომელიც სამყარომ ჯერ ვერ დაძლია. ეს არის ძალიან ღრმა თვისება სტრუქტურის არეალობისა. მაგრამ როდესაც თქვენ იხედებით ყველა ამ მონაცემს, ყველა ამ დაკვირვებას, ყველა ამ ექსპერიმენტს, გემჩნევათ რაღაც უცნაური. ფიზიკა გვეძლევა უზარმაზარ ძალას აღწეროთ თუ როგორ მოქმედებს სამყარო. ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ თუ როგორ იშლება დრო სიჩქარით. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ სინათლის სიჩქარე 1000 განსხვავებულ გზაზე. ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ კვანტური გადაბმა კოსმოსიდან. მაგრამ როდესაც თქვენ სვამთ კითხვას, რატომ არის სინათლის სიჩქარე ზუსტად 299,792,458 მეტრი წამში და არა რამე სხვა, ფიზიკა არ იძლევა პასუხს. ეს გვეძლევა მათემატიკას. ეს გვეძლევა ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ გვეუბნება რატომ. მთელი ეს მონაცემები, ყველა ეს ექსპერიმენტი, ყველა ეს დაკვირვება მიგვიყვანს ერთ გამაოგნებელ დასკვნამდე. ფიზიკა აღწერს როგორ, მაგრამ არა რატომ. ჩვენ ვიცით, რომ სინათლის სიჩქარე არის 299,792,458 მეტრი წამში, იმიტომ რომ ასე გვიჩვენებს გაზომვა. ჩვენ ვიცით, რომ ეს რიცხვი დაკავშირებულია ელექტრული და მაგნიტური კონსტანტებთან, რადგან მაქსველის განტოლებები ასე ამბობენ. ჩვენ ვიცით, რომ დრო იშლება, როდესაც მოძრაობთ ამ სიჩქარის მიახლოებისას, რადგან აინშტაინის თეორია ასე პროგნოზირებს და ექსპერიმენტები ადასტურებენ. მაგრამ რატომ არჩია სამყარომ ეს კონკრეტული რიცხვი? რატომ არის ეს რიცხვი იგივე ყველგან სამყაროში, ყველა ეპოქაში, ყველა galaktikაში? რატომ არის ეს რიცხვი იმდენად სტაბილური, რომ მილიარდობით წლის განმავლობაში არ შეცვლილა არც ერთი ნაწილით მილიონში? აქ დგას ფილოსოფიური კითხვა, რომელიც ცდება ფიზიკას. წარმოიდგინეთ უსასრულო ბიბლიოთეკა, სადაც თითოეული წიგნი აღწერს სამყაროს განსხვავებული ფუნდამენტური კონსტანტებით. ერთ წიგნში სინათლის სიჩქარე არის ორჯერ უფრო დიდი, მეორეში ის არის 10 ჯერ უმცირესი. მესამეში გრავიტაციული კონსტანტა არის განსხვავებული. მეოთხეში ელექტრული მუხტი არის უფრო ძლიერი. უსასრულო ბიბლიოთეკა შეიცავს ყველა შესაძლო კომბინაციას, მაგრამ როდესაც თქვენ იხსნით თითოეულ წიგნს და იწყებთ სიმულაციას, თუ რა მოხდებოდა ამ სამყაროში, აღმოაჩენთ რაღაც გასაოცარს. თითქმის ყველა კომბინაცია იწვევს სამყაროებს, სადაც არაფერი საინტერესო ხდება. სამყაროები, სადაც ვარსკვლავები ვერ წარმოიქმნებიან, რადგან გრავიტაცია არის ძალიან სუსტი. სამყაროები, სადაც ატომები ვერ შეიქმნებიან, რადგან ელექტრომაგნიტური ძალა არის ძალიან ძლიერი. სამყაროები, სადაც ყველაფერი იშლება მყისიერად, რადგან მასა არის ნულოვანი. სამყაროები, სადაც დრო თავად არ არსებობს, რადგან სინათლის სიჩქარე არის უსასრულო. და შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ ერთ წიგნს, სადაც კონსტანტები არის ზუსტად ისეთები, როგორიც უნდა იყოს, რომ ვარსკვლავებმა წარმოიქმნას. ატომებმა სტაბილური იყვნენ, დრომ გაიარა საკმარისად ნელა, რომ სიცოცხლეს ქონოდა შანსი გაჩნდეს. ამ წიგნს ეძახით ჩვენი სამყარო და ამ წიგნში სინათლის სიჩქარე არის ზუსტად 299,792,458 მეტრი წამში. ეს არის ანტროპული პრინციპი. ჩვენ ვხედავთ იმ კონსტანტებებს, რომლებიც თავსებადია ჩვენს არსებობასთან, რადგან თუ კონსტანტები იყო განსხვავებული, ჩვენ არ ვიქნებოდით აქ, რომ ვაკვირდებოდით მათ. მაგრამ ეს მიდგომა ტოვებს უკმაყოფილებას. ეს არ ახსნის, რატომ არსებობს უსასრულო ბიბლიოთეკა თავდაპირველად. ეს არ ახსნის, რატომ არის რეალური სამყარო ზუსტად ერთი, სადაც კონსტანტები არის ისეთები, როგორიც არიან. ეს უბრალოდ აცხადებს, რომ ჩვენ ცხოვრობთ იმაში, რომელშიც შეგვიძლია ვიცხოვროთ. ზოგიერთი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ პასუხი მდგომარეობს მულტივერსში. იდეაში, რომ არსებობს არაერთი სამყარო, არამედ უსასრულო რაოდენობა სამყაროები, თითოეული განსხვავებული ფიზიკის კანონებით, განსხვავებული კონსტანტებით. ამ თვალსაზრისით სინათლის სიჩქარე არის 299,792,458 მეტრი წამში. ჩვენ სამყაროში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ის კონსტანტა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ამ კონკრეტულ სამყაროში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. სხვა სამყაროებში სინათლის სიჩქარე შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ამ სხვა სამყაროებში არ არსებობს დამკვირვებლები, რომლებიც კითხავდნენ რატომ, რადგან კონსტანტები არ იძლევა სტრუქტურების, ცნობიერების, სიცოცხლის წარმოქმნას. მულტივერსის იდეა არის ელეგანტური, მაგრამ ასევე შემაწუხებელი. თუ ყველა შესაძლო კონსტანტა რეალიზებულია სადღაც მულტივერსში, მაშინ კითხვა რატომ კარგავს მნიშვნელობას.
არ არსებობს რატომ. არის მხოლოდ ის, რაც არის. და ჩვენ ხედავთ ჩვენს კონსტანტებს, რადგან ისინი არის ის, რაც უშვებს ჩვენს არსებობას. მაგრამ ეს ახსნა გვკარგავს რაღაცას. ეს გვკარგავს იმედს, რომ სამყარო აქვს მიზეზი იმისა, რაც არის. ეს გვკარგავს იდეას, რომ რაღაცა ღრმა პრინციპი, რაღაც ელეგანტური სიმეტრია, რაღაც ფუნდამენტური აუცილებლობა განსაზღვრავს, რატომ სინათლის სიჩქარე არის ზუსტად ის, რაც არის. და აქ მოდის სხვა პერსპექტივა. ერთი, რომელიც მოდის არა ფიზიკიდან, არამედ ფილოსოფიიდან. წარმოიდგინეთ, რომ დრო არ არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. წარმოიდგინეთ, რომ დრო არ არის ნაკადი, რომელიც მოძრაობს წარსულიდან აწმოსკენ მომავლისკენ. წარმოიდგინეთ, რომ მთელი დროის ისტორია, დიდი აფეთქებიდან სამყაროს ბოლო მომენტამდე, უკვე არსებობს როგორც ერთობლივი ოთხგანზომილებიანი სტრუქტურა. რასაც ჩვენ ვეძახით აწმკო, არის უბრალოდ ნაჭერი ამ სტრუქტურისა, კონკრეტული კვეთა სივრცე დროში. და რასაც ჩვენ ვეძახით გავლას დროისა, არის უბრალოდ ის, რომ ჩვენი ცნობიერება ნელა სრიალებს ამ ნაჭრების გავლით, ხედავს თითოეულ მომენტს ერთი მეორის მიყოლებით. თუ ეს მართალია, მაშინ სინათლის სიჩქარე არის არა ლიმიტი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება რამეს მოძრაობა. სინათლის სიჩქარე არის იმის ლიმიტი, თუ რამდენად დახრილია სხვადასხვა ნაჭრები აწმყოსი ერთმანეთის მიმართ. ეს არის გეომეტრიული თვისება ოთხგანზომილებიანი სივრცე დროსი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ შეესაბამება სივრცე და დრო ერთმანეთს. და ამ თვალსაზრისით დრო არის არა რაღაც, რაც ხდება ჩვენთან, დრო არის რაღაც, რაში ჩვენ ჩაშენებული ვართ. ჩვენ ვართ არა მოგზაურები დროში, ჩვენ ვართ სტრუქტურები, რომლებიც გაშლილია დროში, ოთხგანზომილებიანი ფორმები, რომლებიც იწყება ჩვენს დაბადებაზე და მთავრდება ჩვენს სიკვდილზე. და რასაც ჩვენ ვეძახით ჩვენს ცნობიერებას, არის პროცესი, რომელიც ნელა შეიცნობს ამ სტრუქტურის თითოეულ ნაწილს, ერთი მომენტი ერთ დროში. და თუ ეს მართალია, მაშინ კითხვა, რატომ სინათლის სიჩქარე არის, რაც არის, ხდება კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ სივრცე დრო აქვს გეომეტრია, რაც აქვს. და ეს კითხვა ასევე რთულია, როგორც კითხვა თუ რატომ არსებობს რაიმე. მაგრამ აქ იწყება რაღაც საინტერესო. როდესაც ფიზიკოსები ცდილობენ აღწერონ სამყარო ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე, ისინი ხვდებიან, რომ კვანტური ველის თეორია, რომელიც არის საფუძველი ყველა თანამედროვე ფიზიკისა, არ აღწერს ობიექტებს სივრცე დროში. იგი აღწერს ველებს, რომლებიც ავსებენ სივრცე დროს, და ამ ველების აგზნებები, რომლებსაც ჩვენ ვეძახით ნაწილაკებს, არიან არა მცირე ბურთულები მატერიისა, არამედ ლოკალური რხევები ამ ველებში. და ამ ველებს აქვთ თვისებები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ისინი ერთმანეთთან. ელექტრომაგნიტური ველი აქვს კონსტანტა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად ძლიერად ურთიერთქმედებს ის ელექტრულ მუხტებთან. ჰიგსის ველი აქვს კონსტანტა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ აძლევს მასას ნაწილაკებს. და ამ ველების გავრცელების სიჩქარე, რომლითაც აგზნება ერთი წერტილი შეიძლება გავრცელდეს სხვა წერტილებზე, განისაზღვრება ველების თვისებებით. და ელექტრომაგნიტური ველისთვის ეს სიჩქარე არის ზუსტად სინათლის სიჩქარე. მაგრამ აქ მოდის საოცარი ნაბიჯი. კვანტური ველის თეორია, როდესაც შეუღლებთ მას გრავიტაციასთან, გვთავაზობს რაღაცას კიდევ უფრო ღრმას. ზოგიერთი თეორიული ფიზიკოსი ფიქრობს, რომ სივრცე დრო თავად შეიძლება იყოს გამოსაჩენი, არა ფუნდამენტური. შეიძლება სივრცე დრო და ყველა მისი თვისება, სინათლის სიჩქარის ჩათვლით, წარმოიქმნება უფრო ფუნდამენტური რეალობიდან, რომელსაც არ აქვს სივრცე ან დრო. ამ ღრმა რეალობას შეიძლება ეძახოდეს კვანტური ინფორმაციის ქსელი, კვანტური გადაბმის მდგომარეობები, ან რაღაც, რისთვისაც ჯერ კიდევ არ გვაქვს სახელი. და ამ თვალსაზრისით, სინათლის სიჩქარე არის არა ფუნდამენტური კონსტანტა, არამედ გამოსაჩენი თვისება, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც ქსელი კვანტური ინფორმაციისა იძლევა აღმაცენას სივრცე დროსა. ეს იქნებოდა უზარმაზარი შეხედულების ცვლილება. ეს ნიშნავდა, რომ კითხვა, რატომ სინათლის სიჩქარე არის, რაც არის, გახდებოდა კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ არის სტრუქტურირებული კვანტური ინფორმაცია და რატომ ის იძლევა აღმაცენას სივრცე დროს, რომელსაც აქვს ეს კონკრეტული თვისება. მაგრამ ასევე ტოვებს საბოლოო კითხვას. რატომ არსებობს კვანტური ინფორმაცია? რატომ არსებობს რაიმე? და აქ ფიზიკა მთავრდება და ფილოსოფია იწყება. აქ გახსოვთ, როგორ დავიწყეთ ეს მოგზაურობა. დავიწყეთ იმით, რომ თქვენ დგახართ სადღაც და აკვირდებით სინათლეს, როგორც ის მოძრაობს თქვენს მიმართ. უბრალო ყოველდღიური სინათლე. სინათლე, რომელიც ასვენებს თქვენს თვალზე ზუსტად 299,792,458 მეტრს წამში. და ამ რიცხვის უკან, როგორც აღმოაჩინეთ, არის არა მხოლოდ თვისება სინათლისა, არის თავად დროის სტრუქტურა, არის გეომეტრია სამყაროსი, არის საზღვარი მიზეზობრიობისა, არის გზა, როგორც მასა და ენერგია ურთიერთქმედებენ. არის ყველაფერი, რაც აქცევს სამყაროს იმად, რაც არის. მაგრამ ახლა ამ მომენტში დაიმახსოვრეთ ის, რითაც დავიწყეთ. თქვენი რეალობა, თქვენი გამოცდილება, თქვენი აწმყო.
თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს. ფოტონები, რომლებიც უკან აირეკლა ეკრანიდან ან ქაღალდიდან, აღწევს თქვენს თვალს ზუსტად სინათლის სიჩქარით. ელექტრული სიგნალები თქვენს ნერვებში მოძრაობენ ქიმიური რეაქციების გზით, რომლებიც დამის დამოკიდებულია ელექტრომაგნიტურ ძალებზე, რომლებიც თავად დაკავშირებულია სინათლის სიჩქარესთან. თქვენი ტვინი, რომელიც ამუშავებს ამ ინფორმაციას, აკეთებს ამას პროცესების გზით, რომლებიც ხდება სიჩქარეზე, რომელიც შეზღუდულია სინათლის სიჩქარით. ყველა აზრი, რომელსაც ფიქრობთ ახლა, არსებობს იმიტომ, რომ სინათლის სიჩქარე არის რაც არის. თქვენი ცნობიერება, თქვენი აღქმა, თქვენი გრძნობა, რომ ხართ აქ ეხლა, ყველა დამოკიდებულია დროის სტრუქტურაზე, რომელიც თავად დამოკიდებულია სინათლის სიჩქარის სასრულობაზე. თუ სინათლის სიჩქარე იყო უსასრულო, არ იქნებოდა დრო, როგორც ჩვენ ვიცით მას. ყველაფერი მოხდებოდა მხისიერად. ყველა მიზეზი მიაღწევდა ყველა შედეგს ნულოვან დროში. სამყარო იქნებოდა ერთი უზარმაზარი მყისიერი ვარდნა ენტროპიაში, საიდან ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება იმავე მომენტში. არ იქნებოდა პროცესები, არ იქნებოდა ევოლუცია, არ იქნებოდა აზრები, არ იქნებოდა თქვენ. თქვენი არსებობა, ცოდნა რომ ხართ აქ ეხლა და კითხულობთ ამ წინადადებას, არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ სინათლის სიჩქარე არის სასრული და აქ ვახცევთ საბოლოო შემარწმუნებელ შეხედულებაში. შეიძლება კითხვა, რატომ არის სინათლის სიჩქარე რაც არის იგივე კითხვა, რომელიც კითხულობს, რატომ არსებობს დრო. რატომ არის სამყარო აგებული ისე, რომ მიზეზი და შედეგი გამოყოფილია? რატომ არსებობს პროცესები, რომლებიც იღებენ დროს? რატომ არ არის ყველაფერი მხისიერი? და შესაძლოა პასუხი არის ის, რომ დრო არის საფასური, რომელსაც სამყარო იხდის რაღაცის არსებობისთვის. თუ ყველაფერი იყო მხისიერი, სამყარო იქნებოდა უსტრუქტურო ქაოსი, მაგრამ სინათლის სიჩქარის სასრულობა ქმნის დაყოვნებას, ინტერვალს, ადგილს პროცესებისთვის, რომ გაჩნდეს. ეს ქმნის დროს. და დრო ქმნის შესაძლებლობას სტრუქტურისა, სირთულის, სიცოცხლის, ცნობიერების. შესაძლოა სინათლის სიჩქარე არის იმ სიჩქარის საზომი, რომლითაც სამყარო უშვებს რაღაცის ყოფნას. არა მხოლოდ არსებობას, არამედ მნიშვნელობიან არსებობას. არსებობას, რომელსაც აქვს ისტორია, მიზეზი, მომავალი. და თქვენ, რომელიც კითხულობთ ამას, ხართ ნაწილი ამ პროცესისა. თქვენი ყოველი აზრი, ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი მოქმედება არის ღორღი სამყაროს ოთხგანზომილებიან ქსოვილში. ღორღი, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ სინათლის სიჩქარე არის სასრული, იმიტომ რომ დრო არსებობს, იმიტომ რომ მიზეზობრიობა შესაძლებელია. მაგრამ აქ იწყება ის, რასაც ჩვენ არ ვიცით. და ეს არის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე საინტერესოა. ჩვენ ვიცით, რომ სინათლის სიჩქარე არის 299,792,458 მეტრი წამში ჩვენ სამყაროში, ჩვენს სივრცე დროში. მაგრამ რა არის მიღმა ჩვენი სამყაროსი? რა არის მიღმა სივრცე დროსი, თუ სივრცე დრო მართლა არის გამოსაჩენი? არსებობს თუ არა უფრო ღრმა რეალობა, სადაც კონცეფციები სინათლის, სიჩქარის, დროის საერთოდ არ აქვს აზრი. და თუ არსებობს, როგორ აღწერდით მას? როგორ იფიქრებდით მასზე? ზოგიერთი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ ღრმა რეალობა შეიძლება იყოს გამოხატული მხოლოდ წმინდა მათემატიკური სტრუქტურებით. სტრუქტურები, რომლებსაც არ აქვთ სივრცე ან დრო, მხოლოდ ურთიერთობები, ლოგიკა, ინფორმაცია. და სივრცე დრო, სინათლის სიჩქარე, დრო თავად, ყველა იქნებოდა გამოსაჩენი თვისებები, რომლებიც წარმოიქმნება, როდესაც ამ მათემატიკურ სტრუქტურებს აგენებთ გარკვეული გზით. მაგრამ ეს ასევე ტოვებს კითხვას. რატომ არსებობს მათემატიკური სტრუქტურები? რატომ ლოგიკა მუშაობს? რატომ არსებობს რეგულარობები, პატერნები, კანონები? რატომ არ არის სამყარო უბრალოდ უსტრუქტურო ქაოსი, სადაც არაფერი აქვს აზრი და არაფერი შეიძლება იქნას პროგნოზირებული? შესაძლოა პასუხი არის ის, რომ ქაოსი, სამყარო, სადაც არაფერი მუშაობს, სადაც არ არის კანონები, არ არის ასევე სამყარო, სადაც შეიძლება რაიმე არსებობდეს. კანონები, რეგულარობები, სტრუქტურა შეიძლება იყოს პირობა არსებობისთვის თავად. და სინათლის სიჩქარე, ეს მუდმივი, ეს აბსოლუტური ლიმიტი, ეს საზღვარი, რომელიც არასოდეს იცვალა თამამად 14 მილიარდი წლის განმავლობაში, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ის კანონი, რომელიც აქცევს სამყაროს ადგილად, სადაც რაღაც შეიძლება არსებობდეს, სადაც პროცესები შეიძლება მოხდეს, სადაც სტრუქტურები შეიძლება შექმნას, სადაც სიცოცხლე შეიძლება წარმოიქმნას, სადაც ცნობიერება შეიძლება გაჩნდეს. მაგრამ აქ, ამ საბოლოო საფეხურზე გაგების, ჩვენ უნდა აღვიაროთ ის, რასაც არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რატომ არის სინათლის სიჩქარე ზუსტად 299,792,458 მეტრი წამში და არა ორჯერ ან ნახევარი ეს რიცხვი. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს ფუნდამენტური კონსტანტები საერთოდ. ჩვენ არ ვიცით, რატომ ისინი არიან ისეთები, როგორიც არიან. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სამყარო ერთადერთი,
თუ არის ის ერთი უსასრულო მულტივერსიდან. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სივრცე დრო ფუნდამენტური, დამენტური თუ გამოსაჩენი. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება შავი ხვრელის სინგულარობაში, სადაც ჩვენი თეორიები იშლებიან. ჩვენ არ ვიცით, რა იყო დიდი აფეთქების წინ, ან იყო თუ არა რაიმე. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება სამყაროს საბოლოო მომენტში, თუ იქნება ასეთი. და შესაძლოა ყველაზე ღრმა კითხვა, რომელსაც ჩვენ არ ვიცით, არის ეს: რატომ არსებობს რაიმე? რატომ არის სამყარო ნაცვლად არაფერისა? რატომ არის არსებობა ნაცვლად სრული არაარსებობისა? ფიზიკა გვეძლევა ინსტრუმენტებს აღწეროთ, თუ როგორ მოქმედებს სამყარო, როდესაც ის უკვე არსებობს. მაგრამ ფიზიკა არ შეუძლია უპასუხოს, რატომ არის რაღაც ნაცვლად არაფრისა. ეს კითხვა სცდება ფიზიკას. შესაძლოა ეს სცდება ყველა შესაძლო მეცნიერებას. შესაძლოა ეს არის კითხვა, რომელზეც არც ერთი პასუხი ვერ იქნება მოცემული, რადგან ყოველი პასუხი მოითხოვს უფრო ღრმა კითხვას. მაგრამ აქ, ბოლო საფეხურზე, გვაქვს არჩევანი. შეგვიძლია ვნახოთ ეს უცოდინარობა, როგორც დამარცხება, ფაქტი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ ყველაფერი, როგორც შეზღუდვა ჩვენი გონებისა. ან შეგვიძლია ვნახოთ ეს როგორც რაღაც სხვა, როგორც მოწვევა, როგორც დაპატიჟება, როგორც შესაძლებლობა. იმის შესაძლებლობა, რომ სამყარო არის უფრო ღრმა, უფრო მდიდარი, უფრო აღმაფრთოვანებელი, ვიდრე ნებისმიერი თეორია, რომელსაც ჩვენ ოდესმე შევქმნით. შესაძლებლობა, რომ ყოველი პასუხი, რომელსაც პოულობთ, გვიბრუნებს 10 ახალ კითხვას. შესაძლებლობა, რომ გაგება არის არა დანიშნულების პუნქტი, არამედ უსასრულო მოგზაურობა, რომელიც არასოდეს მთავრდება, არამედ ყოველთვის განაგრძობს, უფრო ღრმად, უფრო შორს, უფრო უცნაურად. და ამ მოგზაურობის ცენტრში დგას ერთი რიცხვი: 299,792,453 მეტრწამში, 18 მეტრიწამში. სინათლის სიჩქარე, დროის საზომი, მიზეზობრიობის ლიმიტი, გეომეტრია სამყაროსი. და შესაძლოა, მხოლოდ შეესაძლოა, გასაღები იმისა, თუ რატომ არსებობს რაიმე. გახსოვთ, რომელი კითხვით დავიწყეთ ეს მოგზაურობა? იყო უბრალო კითხვა: რა არის სინათლის სიჩქარე? და ახლა ბოლოს ჩვენ ვიცით, რომ ეს კითხვა არის არაუბრალო. ეს არის კითხვა იმის შესახებ, თუ რა არის დრო, რა არის სივრცე, რა არის მიზეზობრიობა, რა არის რეალობა. და შესაძლოა ყველაზე ღრმად, რა ნიშნავს იყო. თქვენ, რომელიც კითხულობთ ამას, ხართ სტრუქტურა, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ სინათლის სიჩქარე არის სასრული. თქვენი ყოველი აზრი, ყოველი მეხსიერება, ყოველი იმედი არსებობს დროში, დროში, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ სამყარომ აერჩია, ან იძულებული იყო აერჩია, ან უბრალოდ არის აგებული ისე, რომ აქვს ეს ერთი, აბსოლუტური, შეუცვლელი კონსტანტა. და ამ კონსტანტის ირგვლივ აგებულია ყველაფერი. ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ, გალაქტიკები, რომლებიც ბრუნავენ, პლანეტები, რომლებიც წარმოიქმნებიან, სიცოცხლე, რომელიც ევოლუციონირებს, ცნობიერება, რომელიც არ მოცენდება. და თქვენ, აქ ეხლა, კითხულობთ ამ წინადადებას, ნაწილი სამყაროსი, რომელიც ცდილობს თავის თავს, ცდილობს გაიგოს თავისი საკუთარი ბუნება. შესაძლოა არ ვიცით, რატო სინათლის სიჩქარე არის, რაც არის, მაგრამ ვიცით, რა არის მისი შედეგი. თქვენ, მე. ყველაფერი, რაც ოდესმე არსებობდა და ყველაფერი, რაც ოდესმე იარსებებს. და შესაძლოა ბოლოს, ეს არის ერთადერთი პასუხი, რომელიც გვჭირდება. არა იმიტომ, რომ ის აკმაყოფილებს, არამედ იმიტომ, რომ ის მიგვითითებს უფრო დიდი აზრისკენ, რომელიც იმალება სამყაროს სტრუქტურაში. აზრი, რომელიც გვეუბნება, რომ რიცხვები, კანონები, კონსტანტები არ არიან მხოლოდ აბსტრაქტული იდეები. ისინი არიან ფუნძა, რომელზეც აშენებულია რეალობა. და ამ რეალობაში, ამ სამყაროში, ამ დროში, ეხლა თქვენ არსებობთ. და ეს შესაძლოა არის